გამარჯობა მეგობრებო, როგორც იცით, ლექცია უნდა დაყოფილიყო ორ ნაწილად, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოვახერხეთ არსებული მასალას ორ ლექციაში ჩატება, ამიტომ ამის შემდგომ კიდევ დაიდება ერთი ლექცია. დღეს კი განვიხილავთ კაცობრიობის უამრავ კომპიუტერს, როგორც გამოთვლით მოდელს, დავიწყებთ ძველ წელთაღრიცხვის მეორე საუკუნიდან და მოვალთ გერმანელების ენიგვის გატეხვამდე. ასე ვნახავთ, როგორ შეიქმნა თეორიული ფურცლებიდან კომპიუტერული მეცნიერება და ვიხილავთ პირველი სრულად ელექტროკომპიუტერის შექმნას. ამიტომ სრული ყურადღებით უყურეთ ლექციას ბოლომდე და ერთად გადავეშვათ CS-ის გულში. მოგესალმებით მეგობრებო, ლექციის პირველ ნაწილში უკვე შეისწავლეთ რეგულარული ენა და მისი შესაბამისი გამოთვლითი მოდელი, რომელიცაა DFA და NFA, და ასევე ნახეთ, რომ ისინი არიან ერთმანეთის ექვივალენტები. დღეს კი ჩვენი დავალება შევისწავლოთ ჩომსკის იერარქიის დანარჩენი სამი ენა და თითოეული მათგანის შესაბამისი გამოთვლითი მოდელი. და რადგანაც ჩვენი ლექციის მთავარი თემას აი ამ გამოთვლით მოდელებზეა, მოდი დავიწყოთ ისტორიის გახსენებით და ვნახოთ კაცობრიობის სხვადასხვა კომპიუტერები დროის სხვადასხვა მომენტებში. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ კაცობრიობის პირველი კომპლექსური კომპიუტერი თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნით და ცოტა უცნაური სახელი ჰქონდა ანტიკითერას მექანიზმი. ეს არის ძველი ბერძნული ცივილიზაციის უძველესი კომპიუტერი, რომელსაც მრავალმხრივი დანიშნულება ჰქონდა. აი ფოტოზეც ხედავთ, საკმაოდ უცნაურად გამოიყენება და თქვით, რომ მრავალმხრივი დანიშნულება ჰქონდა, მაგრამ რაში გამოიხატება ის? მის მეშვეობით ატარებდნენ ასტრონომიულ გამოთვლებს, კერძოდ ანგარიშებდნენ ოლიმპიური, ნემიას და სხვა თამაშების თარიღებს. ასევე ადგენდნენ მზისა და მთვარის ადგილმდებარეობას ზოდიაქოს წრეში. თუნდაც ამ მექანიზმის საშუალებით შესაძლებელი იყო გეოგრაფიული გრძედისა და განედის გამოთვლა. მიუხედავად იმისა, რომ ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნით თარიღდება ეს მექანიზმი, საკმაოდ რთული მექანიზმია და ბევრი დავალების შესრულება შეუძლია. მეცნიერებს დასჭირდათ რენტგენი და კომპიუტერული ტომოგრაფია, რომ გაიგოთ შიგნით მექანიზმების წყობა. აი როგორც ხედავთ ფოტოზე, ასე გამოიყურება ჩვენი მექანიზმი რენტგენის ქვეშ და მეცნიერებმა ამის საშუალებით შეძლეს მისი სრული რეკონსტრუქცია, რომელიც აი ასე გამოიყურება და შიგნითაც თუ შევიხედებით, საკმაოდ ბევრი დეტალი არის და მე პირადად მიკვირს, როგორ შეძლეს ადამიანებმა იმ დროში ასეთ რთული მექანიზმის შექმნა. ესეც არის ანტიკითერას მექანიზმის ერთ-ერთი რეკონსტრუქცია თანამედროვე დროში. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი სირთულის მექანიზმი აი ამის შექმნიდან თითქმის მთელი 1000 წლეული კაცობრიობას არ შეუქმნია. ის საუკეთესო არა მარტო თავის დროში, არამედ მთელი 1000 წლეული იყო. ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, მასზე ბევრად კომპლექსური და მრავალფუნქციური კომპიუტერი შექმნით, რომელსაც ეხლა ვნახავთ, მაგრამ თავის დროში ის იყო საუკეთესო. ახლა გადავიდეთ მე-18-19 საუკუნეში და განვიხილოთ პიროვნება, რომელსაც უწოდებენ კომპიუტერების მამას. და შეიძლება ითქვას, რომ კომპიუტერების სამყაროში ამ პიროვნებაზე დიდი გავლენა ალბათ არავის არ ქონია. ეს არის ჩარლზ ბებიჯი, ინგლისელი მეცნიერი, გამომგონებელი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, რომელმაც შეიმუშავა ორი ძრავის იდეა. ერთი არის difference engine, ხოლო მეორე analytical engine. მოდი დავიწყოთ პირველი ძრავით, რომელიც არის difference engine. ჩარლზ მისი იდეა მოვიდა 1820 წლისთვის. მისი სახელიც ამ მანქანის ეფუძნება მათემატიკურ პრინციპს, რომელზეც ის არის დამყარებული, ეს არის finite difference. ეს მანქანა გამოიყენება მრავალწერის მნიშვნელობის გამოსაცვლელად, რისთვისაც მხოლოდ და მხოლოდ იყენებს დამატების ოპერაციას. ანუ თუ მაგალითად ჩვენი ფუნქციის ფორმულა არის n კუბი, ჩვენ შეგვიძლია მის მნიშვნელობა გამოვთვალოთ მხოლოდ დამატებებით და საერთოდ არ საჭიროებს, რომ n თავის თავზე გადავმრავლოთ 3-ჯერ. და როდესაც მექანიკურად გვინდა დამატების და გამრავლების ოპერაციების შესრულება, გაცილებით მარტივია დამატების შესრულება. სწორედ აქედან დაიბადა ამ მანქანის იდეაც. მაგრამ ჩარლზი უნდა დარწმუნებულიყო, რომ მისი იდეა და დიზაინი მართლაც მუშაობდა. ამიტომ დაიწყო პროტოტიპზე მუშაობა. როდესაც გააკეთა და დარწმუნდა, რომ მართლაც მუშაობდა, მოითხოვა დაფინანსება ბრიტანეთის მთავრობისგან, რომელიც მიიღო, ამიტომ მალევე დაიწყო ამ მანქანის პირველ ვერსიაზე მუშაობა. მაგრამ ჩარლზის გამოგონება იმდროინდელ ტექნოლოგიებს ძალიან უსწრებდა, ამიტომ თითქმის 11-12 წლის გასვლის შემდეგ, დაახლოებით 1833 წლისთვის, ამ მანქანის მხოლოდ მე-7 იყო დასრულებული. მაგრამ მიუხედავად ამისა, 2000-ზე მეტი ნაწილისგან შედგებოდა. მთავრობამ შეწყვიტა დაფინანსება, ამიტომ ჩარლზმა შეაჩერა მანქანაზე მუშაობა და აღმოჩნდა, რომ მთავრობას ეს პროექტი დაუჯდა 17500 ფუნტ სტერლინგზე მეტი.
რომელიც უფრო კარგად რომ დავინახოთ, რამდენად დიდი თანხა იყო, ის იმ დროში დაახლოებით უდრიდა 22 სრულიად ახალ ორთქლის ლოკომოტივს. ამ მანქანაზე მუშაობის პერიოდში ჩარლზ მოვიდა ახალი, უფრო კომპლექსური ძრავის იდეა, ანალიტიკური ძრავის, რომელიც არამხოლოდ მრავალწევრების გამოსასვლელად შეგვეძლო გამოგვეყენებია არამედ ნებისმიერი ოპერაციისთვის. ანუ იყო მრავალფუნქციური. ამ მანქანის დაპროგრამება შეგვეძლო, რომ სხვადასხვა დავალებებისთვის მოგვერგო და ამისთვის გამოიყენებოდა ესეთი პერფო ბარათები. ის იდეურად და დიზაინით ძალიან ჰგავს თანამედროვე კომპიუტერებს, რადგან აქ ცალკე განყოფილება ჰქონდა რიცხვების შესანახად, რომელსაც გამოთვლებში გამოვიყენებდით და ასევე ცალკე განყოფილება არითმეტიკული ოპერაციებისთვის. როგორც დღეს თანამედროვე კომპიუტერებში ცალკე გვაქვს პროცესორი და ცალკე გვაქვს მეხსიერება. და ასევე როგორც ვახსენეთ, იყო დაპროგრამებადი პერფო ბარათებით. ანუ მართლაც იყო მრავალფუნქციური, რადგან თუ გინდოდა რომ სხვა დავალება შეგვესრულებია, უბრალოდ გადავაპროგრამებდით აი ესეთი პერფო ბარათებით და მივიღებდით კომპიუტერს, რომელსაც უკვე სხვა დავალების შესრულება შეეძლო. და ასე შეგვიძლია ნებისმიერ დავალება გაიკეთებინა. მაგრამ ჩარლზმა ამ იდეებით გატაცებულმა მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება შეალია, რომ ეს მანქანა რეალობაში მოიყვანა. მიუხედავად ამისა, თავის სიცოცხლის ბოლოს მანქანის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო დასრულებული. ახლა ფოტოზეც ხედავთ და დადგენილია, რომ თუ ჩარლზი დაასრულებდა ამ მანქანის გაკეთებას, ის იქნებოდა პატარა ლოკომოტივის ხელა და იწონიდა დაახლოებით 4-5 ტონას, რაც ძალიან მძიმეა და ძალიან დიდია ზომაში. თუ ფიქრობთ, რომ რადგან ჩარლზს ორი მანქანის იდეა ჰქონდა და ვერც ეს განხორციელება ვერ მოახერხა და ყველაფერი აქ სრულდება, ძალიან ვწდებით. რადგან აქ შემოდის ადა ლავლეისი, გოგონა, რომელიც ჩარლზს შეხვდა წვეულებაზე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 17 წლის იყო. მაგრამ ძალიან დაინტერესდა ჩარლზის იდეებით. ამიტომ გააგრძელა მასთან მუშაობა ანალიტიკურ ძრავაზე უმეტესად. მან 1853 წელს დეტალური განმარტება გამოუქვეყნა, სადაც აღწერილი იყო თუ რა შესაძლებლობები გააჩნდა ანალიტიკურ ძრავას და რისთვის შეგვეძლო გამოგვეყენებინა. მან ასევე ისიც ახსენა, რომ ამ მანქანაზე არა მარტო რიცხვებზე შეგვეძლო ოპერაციები, არამედ სიმბოლოებზე, ასოებზე ან თუნდაც მუსიკალურ ნოტებზე. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ეს მანქანა იყო მართლაც მრავალფუნქციური. ადა ასევე ითვლება პირველ პროგრამისტად, რადგან მან დაწერა პირველი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ეშვებოდა ანალიტიკურ ძრავაზე და იყო ალგორითმი ბერნოლის ციფრების გამოსასვლელად. აი ამ დოკუმენტს კი ქვია Node-G. ანუ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჩარლზმა გამოიგონა არქიტექტურა, ხოლო ადამ დაგვანახა ხედვა, პროგრამირება და სხვათა შორის ის თავის დროს იმდენად უსწრებდა, რომ ისიც კი წერია მის ჩანაწერებში, რომ კომპიუტერებს გააჩნიათ ლიმიტი. რომ მათ არ შეუძლიათ აზროვნება და მხოლოდ აი ესეთი ოპერაციების შესრულება შეუძლიათ. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანმა 1830 წლისთვის განსაზღვრა ხელოვნური ინტელექტის ლიმიტი. ჩარლზი მაინც ვერ ეგუებოდა, რომ თავის პირველი ძრავა ესე მიტოვებული დარჩა, ამიტომ როდესაც ანალიტიკურ ძრავაზე მუშაობა დაასრულა, მასში გამოყენებული ტექნიკები გამოიყენა თავის პირველ ძრავაში, Difference Engine-ში და გაუმჯობესა მიიღო მისი მეორე ვერსია, რომელიც იგივე ოპერაციების შესასრულებლად სამჯერ ნაკლებ ნაწილს იყენებდა. მიუხედავად ამისა, აი ფოტოზე ხედავთ, მის დიზაინს მაინც ძალიან კომპლექსურია. მას ამ მანქანის აწყობა არ უცდია თავის სიცოცხლეში, მაგრამ სულ რაღაც 20-25 წლის წინ მეცნიერების მუზეუმმა სცადა და მართლაც მოახერხა ამ ძრავის აწყობა, რომელიც აი ფოტოზე ხედავთ ახლა და შეგვიძლია მეცნიერების მუზეუმში წავიდეთ და მართლაც ვიხილოთ. აქ მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტი ის არის, რომ მუზეუმმა სცადა დაემტკიცებინა, რომ ჩარლზი მართლაც შეძლებდა საკმარისი რესურსებით, მუშახელითა და დროით, რომ გაეკეთებია ეს მანქანა თავის სიცოცხლეში. ეს კი იმით მოახერხა, რომ ზუსტად ისეთი ტექნოლოგიები და მასალები გამოიყენა ამ ძრავის ასაწყობად, როგორც ჩარლზს მოიპოვებოდა თავის სიცოცხლეში. როგორც ვთქვით, ანალიტიკური ძრავის აწყობა ჩარლზს არც უცდია, მაგრამ მისმა შვილმა სცადა და დაახლოებით 1910 წლისთვის აი ასე გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა, მაინც მცირე ნაწილი იყო ძრავის და ამის შემდგომ არავის არ უცდია და არ დაუსრულებია, რა თქმა უნდა, ამ ძრავის აწყობა. ანუ გამოდის, რომ ანალიტიკური ძრავა არის პირველი პროგრამირებადი უნივერსალური კომპიუტერი და დღემდე რჩება ყველაზე დიდ მანქანად, რომელიც არასდროს აწყობილი. ახლა გადავიდეთ კომპიუტერზე, რომელიც ალბათ ყველასთვის ცნობილია. მის საშუალებით მოახერხეთ მეორე მსოფლიო ომში გერმანელების დამარცხება. ეს არის ბომბე. მანქანა, რომელიც შეიქმნა 1938 წელს პოლონეთში, ხოლო შემდგომ 1939 წელს ტიურინგმა ის განავითარა და შექმნა მისი შემდგომი ვერსია, რომელიც საშუალებითაც შემდეგ მოახერხა ენიგმას კოდის გატეხვა. აი ესე გამოიყურება და ეს იყო ელექტრომექანიკური კომპიუტერი. რა თქმა უნდა, ტიურინგზე საუბარი აქ არ დასრულებულა. თითქოს მთელი ლექციის განმავლობაში მოგვიწევს ამ პიროვნების ხსენება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა ამ სფეროში, ამიტომ გირჩევთ ბოლომდე უყუროთ. ახლა კი გადავიდეთ პირველ სრულიად ელექტროკომპიუტერზე. ეს არის ENIAC.
ის 1955 წელს შექმნა და სხვათა შორის საკმაოდ ცნობილი კომპიუტერია, როდესაც ახსენებენ, რომ პირველყოფილი კომპიუტერები მთელ თაღს იკავებდნენ და ამის საბუთად ფოტოებს გვაჩვენებენ, უმეტესად ინიაკის ფოტოებია. აი რომ დააკვირდეთ, მართლაც უზარმაზარია, აქაც ახლა არ ჩანს მისი სრული მოსულობა, მიუხედავად ამისა, მართლაც დიდი არის ამ ფოტოზეც. ის როგორც ვთქვით იყო პირველი ელექტროკომპიუტერი, შესაბამისად, აქამდე არსებულ ელექტრომექანიკურ კომპიუტერებთან შედარებით გაცილებით სწრაფი იქნებოდა. სწორედ ამიტომ მას გაზეთებში გიგანტურ ტვინსაც კი უწოდებდნენ და დაახლოებით 1000-ჯერ სწრაფი იყო სხვა ელექტროკომპიუტერებზე. მას იყენებდნენ ბალისტიკური გამოთვლების შესასრულებლად და ზოგადად ეწოდება მრავალფუნქციური კომპიუტერი, რადგან შეგვიძლია სხვა დავალებებისთვის მოგვერგო. ოღონდ ამისთვის საჭირო იყო აი ამ მთელი კაბელების გამორთვა და სხვანაირად შერთება. და ამას უწოდებდნენ გადაპროგრამებას. მაგრამ ჩემი აზრით ეს არ არის გადაპროგრამება როგორც სრულიად სიტყვის მნიშვნელობით. ამიტომ მაინც ვერ უწოდებდი მე სრულად მრავალფუნქციურ კომპიუტერს. მაგრამ ამ კომპიუტერის შექმნა 4 წლით ადრე არსებობდა ელექტრომექანიკური კომპიუტერი, რომელიც მართლაც იყო მრავალფუნქციური, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რადგან შეგვეძლო გადაპროგრამება აი პერფობარათების მსგავსი ხელსაწყოთი. ეს კომპიუტერი იყო Z3 და შესაძლებლობებით ძალიან გავს ჩარლზის ანალიტიკურ ძრავას. უბრალოდ ერთი განსხვავება ის არის, რომ ეს მართლაც არის რეალურად აწყობილი. სხვათა შორის, თანამედროვე კომპიუტერებსაც არ ჩამოვარდება, თუ რა პროცესების გაკეთება შეგვიძლია, რა ალგორითმების, უბრალოდ ერთი განსხვავება ის იქნება, რომ რადგან ელექტრომექანიკურია და, ძველია, დროში და მეხსიერებაში მოიკოჭლებს. სხვა ნებისმიერი პროგრამული დავალების მისცემა შეგვიძლია ამ კომპიუტერზეც, ისევე როგორც დღევანდელ თანამედროვე კომპიუტერებზე. როგორც ხედავთ, აქამდე განხილული არც ერთი კომპიუტერი, ბოლომდე არც იდეურად და არც შესახედეობრივად არ გავს დღევანდელ კომპიუტერებს. ეს კი იმიტომ, რომ თუნდაც ENIAC-ის შექმნის შემდგომ, კაცობრიობამ დიდი გზა გაიარა, სანამ კომპიუტერის იმ სახის მივიღებდეთ, როგორიცაც დღეს ჩვენ მათ ვიცნობთ. მაგრამ სანამ შემდგომ მოდელებს განვიხილავთ და კომპიუტერებს კაცობრიობის მიერ შექმნილს, მანამდე ცოტა ხნით დავუბრუნდეთ ჩვენს ფორმალურ მოდელებს. და გზადაგზა მივუმატოთ კაცობრიობის შემდგომი კომპიუტერები. როგორც ვახსენეთ, თქვენ უკვე შეისწავლეთ რეგულარული ენა და მის შესაბამის მანქანა, რომელიც არის finite automata. ახლა კი ჩვენ უნდა გადავიდეთ შემდგომ ენაზე ჩომსკის იერარქიაში, რომელიც არის კონტექსტისგან თავისუფალი ენა. მაგრამ აქამდე ჩვენ არ გვითქვია, საიდან იქნება ენა. ამისთვის გვჭირდება არამედ ფორმალური მოდელი, ხო? სწორედ გრამატიკა არის ის ფორმალური მოდელი, რომელიც გვეხმარება, რომ შევქმნათ ენა. გრამატიკა შედგება არასაბოლოო და საბოლოო სიმბოლოებისგან. არასაბოლოო არის ისეთ სიმბოლო, რომელზეც შეგვიძლია სხვა სიმბოლოებზე გადასვლა, ხოლო საბოლოოსგან აღარ შეგვიძლია გადასვლა. ასე გვაქვს დაყვანის წესები, რომელსაც გვეუბნება, რომელი სიმბოლო და რომლებზე შეგვიძლია გადასვლა. და საწყის სიმბოლო, რომელზეც ვიწყებთ და ვადგენთ ენას. არასაბოლოო სიმბოლოები აღინიშნება დიდი ასოებით, ხოლო საბოლოო პატარა ასოებით. აქ კი ხედავთ ისეთ გრამატიკის წესებს, რომელიც გვეხმარება, რომ შევქმნათ რეგულარული ენა. ანუ რეგულარული გრამატიკა ყოფილი. ორ ტიპად იყოფა, უმეტესად ორნაირად შეგვიძლია შევქმნათ, ეს არის მარცხენა და მარჯვენა წესი. თუ მაგალითად გვაქვს მარჯვენა წესი, ეს მას ნიშნავს, რომ არასაბოლოო სიმბოლოდან გადავდივართ აი ეს ტიპის კომბინაციაზე. საბოლოო და შემდგომ მარჯვენა მხარეს არის არასაბოლოო. ხოლო მარცხენა წესის თუ გამოვიყენებთ, მაშინ არასაბოლოოდან რომ გადავდივართ, მარცხენა მხარეს გვაქვს არასაბოლოო, როგორც აქ ხედავთ, B და α და მარჯვნივ გვაქვს საბოლოო. რა თქმა უნდა, ორივე წესის შემთხვევაში არასაბოლოოდან შეგვიძლია მხოლოდ საბოლოოზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ოდესღაც უნდა დასრულდეს, ხო? ჩვენი აგება და ეს არის ზუსტად ეკვივალენტი სასრული ავტომატის, ანუ finite automata-ს. მოდი ახლა შევქმნათ ისეთი გრამატიკა, რომელიც აღწერს ერთ-ერთ რეგულარულ ენას, სადაც გვექნება ორი ცალი არასაბოლოო და ორი ცალი საბოლოო სიმბოლოები, S და A და 0 და 1 და დაყვანის წესები. რომელიც გვეუბნება შემდეგს, S-დან შეგვიძლია გადავიდეთ 0-ზე ან 0-აზე და A-დან შეგვიძლია გადავიდეთ 1-აზე ან 1-ზე. ანუ მარჯვენა წესს ვიყენებთ, ხო, რადგან მარჯვენა მხარეს არის არასაბოლოო სიმბოლოები და საწყისი სიმბოლო არის S. დავიწყოთ მოდი S-ით. S-დან გადავდივართ 0-ზე, რადგან თუ დაკვირდებით S-დან მართლაც გადავდივართ 0-ზე დაყვანის წესებში. შემდგომ იგივეს ვაკეთებთ, S-დან 0-ზე გადავდივართ და გვჩვევა უკვე 0-0-S. შემდგომ S-დან გადავდივართ 0-A-ზე. ესეც რა თქმა უნდა გვაქვს, S-დან გადავდივართ 0-A-ზე, ამიტომ შეგვიძლია და A-დან ბოლოს გადავდივართ 1-A-ზე და შემდგომ მხოლოდ 1-ზე. და მივიღეთ შემდეგი ნიშნულობა 0-0-0, 1-1. ანუ გამოდის, რომ ჩვენს მიერ შექმნილი გრამატიკა ადგენს შემდეგი ტიპის სიტყვებს, სადაც 0 იმენჯერ გვაღებული რამდენჯერაც გვინდა და 1 იგივე. ოღონდ მთავარია, რომ მინიმუმ 1ჯერ მაინც იქნება აღებული.
ეს რა თქმა უნდა რეგულარულია, რადგან რეგულარული გრამატიკით შევადგინეთ. ახლა მოდი კიდევ ერთი ენა ვნახოთ და ვცხადოთ თუ შეგვიძლია შევადგინოთ ის რეგულარული გრამატიკის ექვივალენტით, ანუ DF-ით ან NF-ით. აქ აუცილებელია რომ ნულებისა და ერთების რაოდენობა იყოს ერთმანეთის ტოლი. მაგალითად თუ 0-ს ავიღებთ 10 ჯერ, აუცილებელია იმისათვის რომ ეს სიტყვა შედიოდეს ენაში, რომ გვერდზე მას ეწეროს 10 ცალი ერთიანი. მოდი დავიწყოთ ახლა NF-ის აგება, რომელიც მიიღებს ამ ენაში არსებულ სიტყვებს, დავიწყოთ საწყისი state-ით და მაგალითად 0-1 შედის, რა თქმა უნდა, ამ ენაში, ხო? წესით უნდა დააექსეპტოს. ამიტომ ესეთ დიაგრამას დავხატავთ 0 და 1 უკვე მიდის state-ში, რომელიც არის accept. მაგრამ თუ 0-0-1-1 არის ჩვენი input-ი, მაშინ რა თქმა უნდა ისიც უნდა დაექსეპტოს, ანუ მიიღოს. ამიტომ დაგვჭირდება დამატებითი state-ები, კიდევ გადავიდეთ 0-ით და 0-0-1-1, როდესაც იქნება შემოსული 0-0-1-1 და მართლაც მოვდივართ accept stage-ში. კიდევ მივამატოთ, მოდი. 0-0-0-1-1. ანუ როდესაც n არის 3-ის ტოლი. ამ შემთხვევაში კიდე დაგვჭირდა დამატება და უკვე ავედით 9 stage-ზე. თუ დაკვირდებით, როდესაც n უფრო და უფრო გაიზრდება, ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობით მოგვიწევს მდგომარეობების დამატება. რაც არ შეგვიძლია, რადგან სწორედ ამ მანქანას იმიტომ ქვია სასრული ავტომატა, რომ აქვს სასრული მდგომარეობები. ამიტომ არ შეგვიძლია ჩვენ უსაზღვროდ გქონდეს მდგომარეობები, რადგან n თუ მაგალითად ძალიან გაიზარდა, ძალიან დიდი რიცხვია, ჩვენ მდგომარეობები მოგვიწევს ძალიან დიდი რაოდენობის, რაც არ შეგვიძლია. ამიტომ შეგვიძლია დავაზღვროთ, რომ ამ n-ის აღწერა არ შეგვიძლია სასრული ავტომატით. ეს ყველაფერი კი სწორედ იმიტომ, რომ სასრულ ავტომატს არ გააჩნია დამატებით მეხსიერება. ანუ მას არ შეუძლია დაითვალოს ნულები, რომ შემდეგ შეადაროს ერთებს. ეს ყველაფერი თუ შეგვეძლებოდა, საქმე ძალიან მარტივდება. სწორედ ამ პრინციპს იყენებს Dust-ის ავტომატი, რომელიც არის 6-ეული და შედგება შემდეგი ელემენტებისგან. ეს არის მდგომარეობების, შეყვანის და Dust-ის ანბანის სიმრავლები. ასევე გადასვლის ფუნქცია, რომელსაც მდგომარეობის, შეყვანის და Dust-ის სიმრავლე გადაყავს მდგომარეობებისა და შეყვანის ანბანის power set-ში და ასევე საწყისი მდგომარეობა და მიიღები მდგომარეობების სიმრავლე. მიიღები მდგომარეობების რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ ჩვენ დავასრულეთ ჩვენი წასაკითხი სიტყვის მიღება და ვართ რომელიმე მდგომარეობაში, აი ამ f სიმრავლიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მივიღოთ ყოფილა ეს სიტყვა ენაში. თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია ასე წარმოვიდგინოს, გვაქვს რაიმე მდგომარეობის კონტროლი, რომელიც კითხულობს მიღებულ სიტყვას, მაგრამ დამატებით გვაქვს Dust-ა. როგორც ვიცით, მონაცემთა სტრუქტურების ლექციებიდან, Dust არის ისეთი სტრუქტურა, რომელშიც ბოლოს ჩადებული ელემენტი არის ის, რომელსაც პირველი ამოვიღებთ. და ეს Dust-ის ზომა არ არის შეზღუდული ამ შემთხვევაში Dust-ის ავტომატში. ანუ თუ მაგალითად n არის 1000, ჩვენ შეგვიძლია რომ 1000 ელემენტი მარტივად ჩავუმატოთ. ნუ, რა თქმა უნდა, მეტი შეგვიძლია. უბრალოდ ამ შემთხვევაში n დაგვჭირდება. და ვნახავთ ახლა რატო. მაგრამ მანამდე ნახოთ, როგორ შეგვიძლია მდგომარეობის დიაგრამის დახატვა. სასრული ავტომატის შემთხვევაში შემდეგი იყო. ქონდა ორი მდგომარეობა, მათ შორის გავლებული ის არის და წაკითხული სიმბოლო ეწერა აი აქ. ახლა კი Dust-ის ავტომატში ცოტა სხვანაირად. გვაქვს სამი სიმბოლო, რომელთაგან თითოეული არის წერს შემდეგს. პირველი არის წაკითხული სიმბოლო, რომელიც სასრულ ავტომატშიც ქონდა, მაგრამ დამატებით გვაქვს ორი ელემენტი. B აღწერს Dust-ის ზედა სიმბოლოს, რომელსაც ამოვიღებთ, ხოლო C არის სიმბოლო, რომელსაც ჩავდებთ Dust-ში. მოდით ვცადოთ ახლა და ავაგოთ ამ ენის შესაბამისი Dust-ის ავტომატის მდგომარეობების დიაგრამა. ინტუიცია შემდეგია. რადგან Dust-ა გვაქვს, მოდი თითოეულ წაკითხულ ნულზე ჩავმატოთ Dust-ში ეს ნულები, ხოლო როდესაც დავიწყებთ ერთების კითხვას, თითო წაკითხულ ერთიანზე უბრალოდ Dust-იდან ამოვაკლოთ ერთი ნულიანი. და თუ მთლიანი სიტყვის წაკითხვისას აღმოვაჩენთ, რომ Dust-ში ელემენტები მართლაც ამ დროს გაცარიელდა ზუსტად, ეს ხო ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ნულებისა და ერთების რაოდენობა ყოფილა ტოლი. მოდი დავიწყოთ, საწყისი state გვაქვს. თავიდან უბრალოდ ჩავმატოთ $-ის ნიშანი Dust-ში, რადგან მივხვდეთ Dust-ის ქვედა ადგილს, როდესაც მივადგებით. ანუ ეს არის წაკითხული სიმბოლო, y, როდესაც არაფერს არ ვკითხულობთ, არც არაფერს ვიღებთ, უბრალოდ ვამატებთ $-ის სიმბოლოს. შემდგომ თითოეულ წაკითხულ ნულიანზე არაფერი არ ამოვიღოთ Dust-დან, უბრალოდ ჩავამატოთ 0. ხოლო ამის შემდეგ, როდესაც ერთს წავიკითხავთ, ამოვიღოთ Dust-დან ნულიანი, არაფერი არ ჩავამატოთ და გადავიდეთ Q3 stage-ში, სადაც იგივე მოხდება. ერთიანის წაკითხვისას უბრალოდ 0-ს ამოვიღებთ. და თუ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წავიკითხეთ და Dust-ის ზედა სიმბოლოც ამ დროს გახდა
დოლარის სიმბოლო. ამ შემთხვევაში მართლაც ტოლი ყოფილა ნულებისა და ერთების რაოდენობა, ამიტომ მივდივართ მიმღებ მდგომარეობაში. მოდი ასეც დავუკვირდეთ რა მოხდებოდა. თავიდან როდესაც ვართ keyword stage-ში და ჩვენ წასაკითხე სიტყვა არის 0011, ჯერ არაფერს არ ვკითხულობთ, უბრალოდ ჩავამატებ დასტაში დოლარის ნიშანს და გადავალთ keyword stage-ზე. გადავედით, ახლა უკვე keyword-ში ვართ, სადაც თითოეულ წაკითხულ ნულიანზე დასტაში ვამატებთ ნულიანს. წავიკითხეთ პირველი ნულიანი და ჩავამატეთ დასტაშიც ერთი ნულიანი. იგივე მეორეზეც, ახლა როდესაც ერთიანს წავიკითხავთ, ნულიანს ვიღებთ და გადავდივართ Q3 stage-ში. წავიკითხეთ ერთიანი, ერთი ნულიანი აქედან ამოვიღეთ და უკვე Q3 stage-ში ვართ. სადაც კიდე ერთიანს რომ წავიკითხავთ, ამოვაკლებ კიდევ ნულიანს, ახლა მარტო დოლარის სიმბოლო დაგვრჩა და აქედან უკვე ეფსილონი რომ წერია, თავისუფლად შეგვიძლია ნებისმიერ დროს გადავიდეთ, თუ გვაქვს ზედა სიმბოლო დასტის დოლარის სიმბოლო, ამიტომ რომელიც სრულდება და გადავდივართ Q4 stage-ში, დოლარის სიმბოლოსაც ვიღებთ, ამოვიღეთ და ჩვენი სიტყვა მიღებულია. ანუ თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დასტის ავტომატ შეუძლია ამენის ამოცნობა. მაგრამ მოდი კიდევ განვიხილოთ ერთი მაგალითი, რომელიც არის შემდეგი. ენა შედგება შემდეგ კომბინაციებისგან A, B, C, სადაც ან A-ის და B-ის რაოდენობა არის ერთმანეთის ტოლი, ან A და C-ის. აი როგორც წერია, ან I და J არის ერთმანეთის ტოლი, ან I და K. ანუ ამენა წესით უნდა მიიღოს შემდეგი სიტყვები, სადაც ამ შემთხვევაში აქ ორჯერ არის აღებული A და B, ანუ A და B-ის რაოდენობა არის ტოლი, ან A და C-ის რაოდენობა არის ტოლი. ქვემოთ უნდა უარყოს, იმიტომ რომ არც ერთი პირობა არ სრულდება. ამ შემთხვევაში აქ B და C-ის რაოდენობა არის ტოლი, მაგრამ ეგ არ არის პირობაში, ან A და B უნდა იყოს ერთმანეთის ტოლი, ან A და C, რომელიც არც ერთი არ სრულდება. მოდი დავიწყოთ ახლა ინტუიციით და ზუსტად იგივე პრინციპი გამოვიყენოთ, რასაც ვიყენებდით წინა შემთხვევაში. ანუ თითოეულ წაკითხულ დასტაში ჩავმატებთ ელემენტს, ხოლო უკვე შემოწმების დრო რდგება, დავიწყებთ ამოკლებას. დავიწყოთ A-ის კითხვა და ჩავამატოთ თან დასტაში. და როდესაც B-ს წავიკითხავთ, თითოეულ B-ს წაკითხავს ამოვაკლოთ ერთი A. და რომ ამოვაკლებთ და უკვე C-ზე გადავედით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ A და B-ის რაოდენობა მართლაც ყოფილა ტოლი, რადგან დასტაც არიელი. ანუ ამ სიტყვას მივიღებთ. ახლა მოდი მეორე სიტყვას განვიხილოთ, რომელიც შედის ამენაში. სადაც A და C-ის რაოდენობა არის ერთმანეთის ტოლი. აქ როდესაც დავიწყებთ კითხვას და A-ს ჩავამატებთ სამჯერ, როდესაც B-ზე უნდა გადავიდეთ, არ ვიცით რომელი შევამოწმოთ. იმიტომ რომ თუ წინა მაგალითში როგორც ვნახეთ, B-ს შემოწმებას დავიწყებთ ეგრევე, აღმოვაჩენთ რომ ეს სიტყვა ამენაში არ შედის. მაშინ, როცა უბრალოდ ჩვენ შევამოწმებთ არასწორად, წესით C უნდა შევამოწმებინა და ეს სიტყვა მართლაც შედის ამენაში. რეალურად წინა ვარიანტშიც არ იცოდა დასტის ავტომატმა რომელი უნდა შემოწმებია, მაგრამ უბრალოდ ინტუიციურად პირველი შემოწმა და იმ შემთხვევაში გაუმართლა. მაგრამ აქ თუ B-ს შემოწმებდა, რა თქმა უნდა, არ გაუმართლებდა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება აქ არაგანსაზღვრადობა, რომელსაც უკვე ქვია არაგანსაზღვრადი დასტის ავტომატი. არაგანსაზღვრადი დასტის ავტომატი ზუსტად იგივენაირად განსხვავდება განსაზღვრადი დასტის ავტომატისგან, როგორც DFA განსხვავდება NFA-ისგან. იქაც არაგანსაზღვრადობაა განმასხვავებელი ნაწილი. ანუ ავტომატს შეუძლია ერთ და იგივე მომენტში ერთ და იგივე წაკითხულ სიმბოლოზე ორი ან მეტი არჩევანი გააკეთოს და ცალ-ცალკე შეამოწმოს თითოეული გზა. გამოდის რომ, როდესაც ჩვენი დასტის ავტომატი წაიკითხავს A-ს და მორჩება, უკვე მას უწევს ორი არჩევანი გააკეთოს. ორ გზაზე წავიდეს. ერთ გზაზე შემოწმოს თუ B ემთხვევა, ხოლო მეორე გზაზე B უბრალოდ წაიკითხოს, ხოლო შემდგომ C-ზე როცა მიდგება ჯერი, მაშინ C და A-ის ტოლობა შემოწმოს. ანუ ორი დასტა გვექნება, დასტა 1 და დასტა 2, პირველი ამოწევს B-ს, ხოლო მეორე C-ს. დავიწყოთ B-ის კითხვა. პირველი ავტომატი, რომელიც B-ს ამოწევს, მისი დასტიდან ამოვაკლდება, რა თქმა უნდა, ერთი A, ხოლო როდესაც C-ს წავიკითხავთ, ეს დაფილდება, დარეჯექტდება, იმიტომ რომ B-ს წაკითხვის შემდგომ დასტაში დაგვრჩა ელემენტები, ანუ A-ის და B-ის რაოდენობა ერთმანეთის ტოლი არ ყოფილა. მაგრამ ამ დროს, როდესაც C წავიკითხეთ, მეორე დასტიდან ამოვაკლდა ერთი A, ასე გააგრძელებს და ეს მიიღებს, ანუ დააექსეპტებს. რადგან C-ს წაკითხვის შემდგომ A-ის და C-ის რაოდენობა აღმოჩნდა ერთმანეთის ტოლი. მიუხედავად იმისა, რომ ორ გზაზე წასული დასტის ავტომატებისგან ერთ-ერთი დარეჯექტდა, ჩვენთვის მთავარია, რომ მინიმუმ ერთ ადგილას მაინც მივიღოთ accept state. შესაბამისად ეს მოხდა, ამიტომ ეს სიტყვა მართლაც შედის აი ამ ენაში. ზუსტად იგივე მოხდებოდა ახლა წინა მაგალითზე, სადაც A-ის და B-ის რაოდენობა იმთხოვდა. ამ შემთხვევაში ოღონდ პირველი დასტა იქნებოდა accept stage და მეორე reject-ში. რადგან
A-ის და B-ის რაოდენობა იყო ერთმანეთის ტოლი, მაგრამ რადგან ერთ-ერთი იქნებოდა დასტური, ეს სიტყვა შედის ენაში. მოდი ახლა ავაგოთ არაგანსაზღვრელი დასტის ავტომატის მდგომარეობის დიაგრამა, რომელიც შეიფერება აი ამ ენას. დავიწყოთ საწყისი მდგომარეობით, შემდგომ უბრალოდ ჩავამატოთ დოლარის სიმბოლო, რომელსაც აქამდე ვაკეთებდით, უცხო არ არის, ხოლო შემდგომ თითოეული A-ის საკითხვისას დასტაში უბრალოდ ჩავამატოთ A, არ ამოვიღოთ არაფერი. ამ შემთხვევაში არაგანსაზღვრელობა არ გვჭირდება, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში გვიწევს ამ ოპერაციის შესრულება, მაგრამ აქ მოდის ახლა არაგანსაზღვრელობა და არჩევანის გაკეთება. ორად გაიყოფა ჩვენი არჩევანი, ერთი წავა Q3-ში, მეორე Q5-ში და თითოეული იმუშავებენ განსხვავებული მეთოდებით. პირველი Q3 მაგალითად, როდესაც B-ს წაიკითხავს, A-ს ამოაკლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ამოწევს A-ის და B-ის ტოლობას. ანუ დასტა 1 რომ იყო, ის შემთხვევა ეს. ხოლო მეორე, როცა B-ს კითხულობს, არაფერს არც ამატებს, არც დებს დასტაში. ანუ უცდის სანამ C-ს წაკითხვის ჯერი დადგება. როდესაც B წაიკითხა და A-ები ამოაკლო, მხოლოდ დოლარის სიმბოლო დარჩა, ის გადადის accept stage-ში და შემდგომ რამდენი C-ს არ უნდა წაიკითხოს, არაფერს არ აკეთებს, რჩება accept stage-ში. რადგან A-ის და B-ის ტოლობა უკვე შემოწმებულია, ამიტომ ვიცით რომ ენა შედის, უпростоრად სიტყვა შედის ამ ენაში. ხოლო ქვემოთ, როდესაც B-ს წაკითხავს მორჩა, შემდგომ გადადის Q6 stage-ში, სადაც როცა C-ს კითხულობს, A-ს აკლებს. ამის შემდგომ, როდესაც მხოლოდ დოლარის სიმბოლო დარჩება, მაშინ გადავდივართ Q7-ში, რომელიც არის accept-ი, ანუ ამ შემთხვევაშიც მიიღებს. განხილული ორი მაგალითიდან პირველი მოხდებოდა Q4 stage-ში, ხოლო მეორე Q7-ში. მაგრამ რახან ორივე ხდება მიმღებ მდგომარეობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე სიტყვა შედის ენაში. მაგრამ ისეთი სიტყვები, რომლებიც მაგალითში იყო ნაჩვენები, არ შედიოდა ამ ენაში, რა თქმა უნდა, ვერც ერთ accept stage ვერ მოხდება, სადღაც აი აქ გაჩერდება, შესაბამისად, ის იმას ნიშნავს, რომ ეს სიტყვა არ ყოფილა ენაში. აქ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი არის განსაცვალისწინებელი. როგორც ვიცით, DFA და NFA ერთმანეთის ექვივალენტები არიან. ანუ ისინი ძალით ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. არაგანსაზღვრელობა არ ხდის სასრულ ავტომატს უფრო ძლიერს. მაგრამ იგივეს ვერ ვეტყოდით დასტის ავტომატზე. რადგან არაგანსაზღვრელი დასტის ავტომატი და განსაზღვრელი დასტის ავტომატი ერთმანეთის ექვივალენტები არ არიან. ანუ ძალაში არ არის ერთმანეთის ტოლი. არაგანსაზღვრელი დასტის ავტომატი უფრო ძლიერია. როგორც მაგალითზე ვნახეთ, ABC-ის შემთხვევაში, სადაც A და B იყო ერთმანეთის ტოლი რაოდენობიდან A და C, განსაზღვრელი დასტის ავტომატით მის შემოწმება შეუძლებელი იყო. მხოლოდ არაგანსაზღვრელი დასტის ავტომატით მოახერხეთ. სწორედ ამიტომ ნებისმიერი განსაზღვრელი დასტის ავტომატისთვის შეგვიძლია შევქმნათ არაგანსაზღვრელი დასტის ავტომატი, რომელიც იგივე საქმეს გააკეთებს, მაგრამ პირიქით ამის გაკეთება ყოველთვის არ შეგვიძლია. მოდი ახლა განვიხილოთ ენა, რომელიც არის შემდეგნაირი: W და W-ს reverse. ანუ ამ ენაში შედის ისეთი სიტყვები, რომლებიც შუაზე გაყოფისას მარცხენა მხარეს რა სიმბოლებსაც გვაძლევს, იმათი შემობრუნებელი ვერსია არის მარჯვენა მხარეს. ანუ epsilon რა თქმა უნდა შედის, იმიტომ რომ ცარიელი არის, 0 შედის, იმიტომ რომ შუაზე რო გავყოთ, ერთმანეთის ტოლი არის, ანუ 0 რომ შემოვაბრუნოთ ერთი ელემენტია შემოbrunება არ გამოვა ისე ტოლია, 0 1 1 0. აი აქ შუაზე ხაზი რო დაუსვათ, 0 1 წერია, მის შემოbrunებული არის 1 0, შესაბამისად მართლაც სწორი. იგივე ხდება აქაც. მაგრამ უარყოფის მაგალითებში 0-1 არ იქნება სწორი, რადგან შუაზე რო გავყოფთ, 0-ის შემოbrunებული არ წერია, მარჯვნივ წერია ერთიანი და მაგალითად აი აქ 1-1-0-1. 1-1 შემოbrunებული არ არის 0-1. შესაბამისად, ეს სიტყვები არ შედის ამ ენაში. მოდი ახლა მოვიდოთ არაგანსაზღვრელი დასტის ავტომატის როლი, როდესაც აი ამ სიტყვას კითხულობს, რომელიც მართლაც შედის ამ ენაში, რადგან შუაზე თუ გავყოფთ, ნახავთ რომ მარცხენა მხარეს შემოbrunებული წერია მარჯვენა მხარეს. მაგრამ მთელი მუღამი იმაშია, რომ როდესაც ჩვენ დავიწყებთ კითხვას და მაგალითად ერთიანს წავიკითხავთ, არ ვიცით ჩვენი სიტყვის შუაში ვარ თუ არა. იმიტომ რომ ჩვენი სიტყვა თუ შედის ამ ენაში, გადამოწყვეტება როგორ? შუა ადგილს პოულობთ და მაქედან ვამოწევთ მარცხენა მხარეს შემოbrunებული თუ არა მარჯვენა მხარეს. მაგრამ აი აქ როდესაც ვართ, ჩვენ არ ვიცით შუა ადგილს ვართ თუ არა. ამიტომ გვიწევს ორი არჩევანის გაკეთება. სწორედ აქ არის ამ მაგალითში არაგანსაზღვრელობა. ორ არჩევანს გავაკეთებთ. ერთი ჩათვლის საჭიროთ რომ მე შუა ადგილას ვარ, ამიტომ დავიწყებ იმის შემოწმებას მარცხენა მხარეს შემოbrunებული თუ არის მარჯვენა მხარეს, ხოლო მეორე უბრალოდ გააგრძელებს კითხვას. მეორე რომელიც კითხვას გააგრძელებს, რა თქმა უნდა, შემდგომ წაკითხულ სიმბოლოზე იგივე ორ არჩევანად გაიყოფა. ანუ გამოდის რომ ჩვენი არაგანსაზღვრელი დასტის ავტომატი თითოეულ სიმბოლოს წაკითხულს აკეთებს ორ არჩევანს. მაგრამ თუ დააკვირდებით, ჩვენი შეგვიძლია გავხადოთ უფრო ჭკვიანი და ნაკლებად დაჭირდეს არაგანსაზღვრელობა. რადგან
მე თუ მაგალითად ვკითხულობ ერთიანს და შემდგომ ნულიანს. აი, როგორც ამ მაგალითში არის. ერთიანს ვკითხულობ და შემდგომ ხედავ, რომ აქ არის ნულიანი. ხო შანსი არ არის, რომ ეს თუ შუა ადგილია, მაშინ იყოს სწორი ეს სიტყვა. რადგან ამ სიტყვის შემოbrunებული თუ აქეთ წერია, აუცილებელია, რომ ერთიანი ეწეროს აქაც და არა ნულიანი. ანუ განსხვავებულ თუ წერებ გვერდიგვერდ, შეუძლებელია, რომ შუა ადგილას იყოს და თან ეს სიტყვა შედიოდეს ამ ენაში. ამიტომ ასე დროს მოდი არ გავყოთ არჩევანიაურად, უბრალოდ გავაგრძელოთ კითხვა. მაგალითად, როდესაც ნულიანს წავკითხავთ და შემდეგ ნულიანს მივადგებით, აქ უკვე ერთმანეთს იმთხვევა, ამიტომ შესაძლებელია, რომ ეს სიტყვა შედიოდეს ენაში, თუ შუა ხაზი არის დასმული ამ ადგილას. ამიტომ ზუსტად იგივე გავაკეთოთ, როგორც ახლა ვთქვით. ერთიანის წაკითხვის შემდეგ არ გავყოთ არჩევანი, ნულიანს რო წავიკითხოთ, ხოლმე ამის შემდეგ გავყოთ. ერთი, რომელიც ჩათვლის, რომ შუა ხაზი აქ არის, ხოლმე მეორე უბრალოდ გააგრძელებს კითხვას. ეს რომელმაც ჩათვალა, რომ შუა ხაზი აქ არის, როდესაც შეავაწმებს, ერთიანსაც წაიკითხავს, კი, ამ შემთხვევაში აი მარცხენა მხარე რო ქონდეს მარტო ეს სწორია, მაგრამ კიდევ გვაქვს დარჩენილი წასაკითხი, ამიტომ ვერ გამოდგა ეს შუა ადგილი, ამიტომ პირდაპირ დავარეჯექტებთ. მეორე აგრძელებს კითხვას, აქაც ნულის შემდეგ ერთიანი რომ წაიკითხა არჩევანი არ გაყოვოთ, იმიტომ რომ მსგავსი არ იყო და აქ უკვე ის არჩევანს გაყოფს ორად. ერთი რომელიც ჩათვლის რომ ეს არის შუა ადგილი, მეორე გააგრძელებს კითხვას. რა თქმა უნდა, მეორე რომელიც გააგრძელებს კითხვას და კიდევ მოუწევს არჩევანის გაყოფა, ყველა შემთხვევაში დარეჯექტდება, იმიტომ რომ უკვე გავცდით ნახევარს, ახლა ჩვენ ვიცით, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ავტომატ მარიცის, ამიტომ მაინც მოუწევს რომ გააკეთოს ეს ოპერაცია, მაგრამ აქედან, როდესაც გავაგრძელებთ კითხვას, ნახავთ რომ ეს სიტყვა შედის ენაში. რადგან როდესაც დავასრულეთ კითხვა და შემოწმნა რომ ეს სწორი არის, წასაკითხს აღარაფერი აღარ დარჩა, ანუ ის მართლაც ყოფილა შუა ადგილი და მართლაც მარცხენა მხარეს შემოbrunებული ყოფილა მარჯვენა მხარეს. მოდი ამ ენის შესაბამისი დასტის ავტომატიზმის გავაკეთოთ მდგომარეობის დიაგრამა, დავიწყოთ საზღესი მდგომარეობით, თავიდან ჩავამატოთ დოლარის სიმბოლო, რა თქმა უნდა, შემდეგ 0-სა და 1-ის წაკითხვისას უბრალოდ დასტაში ჩავამატოთ 0 და 1. მაგრამ ასევე არაგანსაზღვრულად შეგვიძლია გადავიდეთ Q3 stage-ში, სადაც თითოეული სიმბოლოს წაკითხვისას უბრალოდ სასტან ვიღებთ იგივე სიმბოლოს. ახლა რა ხდება? რადგან აქ epsilon-ის სვლა გვაქვს, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გადავიდეთ, ამიტომ მაგალითად, როდესაც 0-ს წავიკითხავთ, შეგვიძლია Q2 stage-დან წავიკითხოთ 0-იანი, ან შეიძლება ის უკვე გადასული იყოს epsilon Q3-ში და იქიდან წაიკითხოს. ანუ უკვე ჩათვლილი ქონდეს, რომ მე შუა ადგილას მივედი და ამოკლებას ვიწყებ. და ესე იქნება თითოეულ წაკითხულ სიმბოლოზე, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ეს epsilon გადავიდეს Q3 stage-ში. ამის შემდგომ, როდესაც ამოკლებას მორჩება და ნახავს, რომ დარჩენილი აქვს მხოლოდ დოლარის სიმბოლო, მასაც ამოაკლებს და მივდივართ მიმღებ მდგომარეობაში. მაგრამ თუ დააკვირდებით, ეს ზუსტად ის მაგალითია, თავიდან რომ ვთქვით, არჩევანს ყოფს ყოველ წაკითხულ სიმბოლოზე. მაგრამ ჩვენ უკვე ჭკვიანური ვერსია მოვიფიქრეთ, რომელიც არ აკეთებს იგივეს, ნაკლებად უწევს არჩევანის გაყოფა და მხოლოდ მაშინ, როდესაც წინაზე წაკითხულ სიმბოლო და ახლა წაკითხულ სიმბოლო ერთმანეთს ემთხვევა. აი, იმ ვერსიისთვის შესაბამისი დასტის ავტომატის გაკეთება კი უკვე თქვენზე მომინდია, ცადეთ როგორ გააკეთებთ, იმიტომ რომ თქვენს გავარჯიშდებით და ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენთვის იერარქიის კიდევ ერთი მანქანა განვიხილეთ, რომელიც არის MPD და რა თქმა უნდა, მას შეესაბამება თავისი ენა, რომელიც არის კონტექსტისგან თავისუფალი ენა და მას სჭირდება გრამატიკა. როგორც რეგულარული ენა სჭირდებოდა რეგულარული გრამატიკა, ისევე კონტექსტისგან თავისუფალი ენა სჭირდება კონტექსტისგან თავისუფალი გრამატიკა. რომელიც არის 4-ეული, სადაც გვაქვს საბოლოო და არასაბოლოო სიმბოლოების სიმრავლე, რომელსაც ავუშვებთ შემდგომი სიმბოლოებით და გვაქვს წესების სასრული სიმრავლე, რომელსაც შემდგომი სახე აქვს A გადადის ალფაში, სადაც A არის რომელიმე არასაბოლოო სიმბოლო, ხოლო ალფა არის საბოლოო და არასაბოლოო სიმბოლოების კლენის ვარსკვლავი. და ეს გვაქვს საწყისი ცვლადი. ანუ თუ მაგალითად გვაქვს ესეთი გრამატიკა, სადაც A-დან გადავდივართ 0-A1-მდე, ანუ მარცხენა მხარეს წერია 1 არასაბოლოო სიმბოლო, ხოლო მარჯვენა მხარეს არის 2 საბოლოო და 1 არასაბოლოო სიმბოლოების ერთობა, ხო? და შემდგომ კიდევ ერთი წესი გვაქვს, რომელიც გვიდგენს გრამატიკას, რომელიც შეგვიძლია ასე ავწეროთ. გვაქვს 1 არასაბოლოო სიმბოლო, ანუ არატერმინალი, რომელიც არის A, გვაქვს 2 ტერმინალი სიმბოლო, რომელიც არის საბოლოო, გადასვლის წესები უკვე ვნახეთ და გვაქვს საწყისი სიმბოლო, რომელიც არის A. ანუ A-დან ვიწყებთ და შემდგომ აი ამ წესებით, სადაც გვინდა იქ გადავალთ. რის შედეგნა შეგვიძლია ახლა ამით. მაგალითად შეგვიძლია A-ით დავიწყოთ და რადგან წესებში გვაქვს რომ შეგვიძლია გადავიდეთ 0-A1-ზე, გადავალთ,
ისევ შემდგომ მოდი a იგივე წესით გადავიდეთ, ამიტომ უკვე დაგვრჩება 0 0 1 1 და შუაში a, ხოლო ახლა a შეგვიძლია ასე გადავიდეთ epsilon-ში. epsilon-ი ცარიელს ნიშნავს, ანუ დაგვრჩება 0 0 1 1. ეს მოქმედებები შეგვიძლია ხის სახითაც წარმოვადგინოთ, სადაც a-დან დავიწყებთ, შემდგომ 3 ელემენტზე გადავალთ, შუაში a ისევ გაიშლება და ბოლოს გადავალთ epsilon-ზე. აი შეგვიძლია ცოტა სხვა სახით დავხატოთ, ყველაფერი იგივეა, უბრალოდ საბოლოო სიმბოლოებს დავწერთ ერთმანეთის გასწვრივ და ასე უფრო კარგად ჩანს საბოლოო შედეგი. თუ დაკვირდებით, ეს გრამატიკა ზუსტად აღწერს ერთ-ერთ კონტექსტს თავისუფალ ენას, რომელიც არის 0, n-ი 1 n. ანუ 0-ს რამდენჯერაც გამოვიყენებთ, იმდენჯერ გვერდზე უნდა ეწეროს იგივე რაოდენობის ერთიანი. და მართლაც ამ გრამატიკის საშუალებით ჩვენ ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ, რომ სხვა ტიპის სიტყვები მივიღოთ, რომელიც ამ ენაში არ შედიან. არსებულ გრამატიკაში მცირეოდენ ცვლილების შეტანით შეგვიძლია მივიღოთ აი ესეთი გრამატიკა, სადაც საწყისი სიმბოლოდან გადავდივართ ან B1-ზე, ან B2-ზე, რომელიც ორივე არის არასაბოლოო სიმბოლოები და B1-დან უკვე დგება 0-ისა და 1-ების იგივე რაოდენობის სიტყვები, ხოლო B2-ის შემთხვევაში არის პირიქით, ჯერ ერთიანები წერია, შემდგომ ნულიანები. ანუ ეს გრამატიკა შემდეგნაირად შეგვიძლია ავხსნათ, გვაქვს 3 არატერმინალი, 2 ტერმინალი, გადასვლის წესები და საწყის სიმბოლო არის a. ამ გრამატიკის საშუალებით ორი განსხვავებული სიტყვები შეგვიძლია შევადგინოთ, რომელიც განსხვავებული ენებს ეკუთვნიან. მარცხენა მხარეს ვხედავთ, რომ შეგვიძლია შევადგინოთ ჯერ ნულები, რომ ეწეროს შემდგომ ერთები, ან თუ მაგალითად a-დან ჯერ b2-ზე გადავალთ, შემდგომ დგება ისეთი სიტყვები, სადაც ჯერ ერთები წერია, ხოლო შემდგომ ნულები. ანუ გამოდის, რომ ეს გრამატიკა აღწერს შემდგომ ენას, რომელიც არის ორი მცირე ენის გაერთიანება. ერთი არის 0n 1n, ხოლო შემდგომი არის 1n 0n. მოდი კიდევ ერთი ენის მაგალითი განვიხილოთ, რომელსაც აქვს შემდგომი სახე. a და c მარცხენა მარჯვენა მხარეს აღებული იგივე რაოდენობით n-ჯერ, ხოლო შუაში b აღებული m-ჯერ. და ეს n და m შეიძლება ტოლი იყოს 0-ის ან მეტი. ანუ უბრალოდ მარცხენა მარჯვენა მხარეს ტოლი რაოდენობის a და c თუნდაც 0-ჯერ აღებული და შუაში ნებისმიერ რაოდენობის b. ალბათ გავს აქამდე განხილული ენა, სადაც 0 და 1-ის რაოდენობები უნდა ყოფილიყო იგივე, ხო? რადგან a და c შემთხვევაში არის მსგავსად. ამიტომ რაღაცის გამოყენება შეგვიძლია წინა გრამატიკებიდან, რაც გულისხმობ ახლა. ეს რომ იყოს საწყისი, შეგვიძლია ჩვენ a, s-ი c-ზე გადავიდეთ. და თუ ასე გავაგრძელებთ რეკურსიულად, მართლაც მარცხენა და მარჯვენა მხარეს მივიღებთ ტოლი რაოდენობის a და c საბოლოო სიმბოლოებს. მაგრამ აქ გვჭირდება დამატებით რაღაც. როდესაც ჩვენ ვიტყვით, რომ всё, დროა, a და c-ების გენერირება დავასრულოთ და შუაში უკვე b-ები უნდა დავიწყოთ, მაშინ s-დან მე უნდა შემეძლოს სხვაგანაც გადასვლა, რომ შევაჩეროთ ჩემი რეკურსიული ცვლა. ანუ s-დან ამავდროულად უნდა შემეძლოს b-ზე გადასვლა. ხოლო b-თ, არასაბოლოო b-თ, ანუ დიდი b-თ, უკვე შემიძლია b-ები დავაგენერირო. პატარა b-ზე გადავდივართ, შემდგომ დიდ b-ზე. და ამასაც თუ რეკურსიულად გავაგრძელებთ, უკვე b-თ შეგვიძლია დავწეროთ ნებისმიერ რაოდენობით. და შემდგომ შეგვიძლია გადავიდეთ epsilon-ზე, ანუ ეს ნიშნავს, რომ დავასრულეთ. მოდი მაგალითიც ვნახოთ. ეს უნდა გადავიდეთ a, s, c-ზე, შემდეგ იგივე ოპერაციას ვასრულებთ და ახლა ორჯერ აღებული a და c გვრჩება, ხოლო ახლა მოდი ეს უნდა გადავიდეთ b-ზე. ამ შემთხვევაში უკვე a და c-ს დაწერა მეტჯერ აღარ შემიძლია, ახლა მხოლოდ b შემიძლია დავწერო, b-დან გადავალ b პატარა b-ზე, ხოლო b დიდიდან უკვე გადავალ epsilon-ზე და მხოლოდ დაგვრჩება a და c ორჯერ აღებული, ანუ n უდრის 2-ს, ხოლო b ერთხელ აღებული, ანუ m უდრის 1-ს. და მართლაც აი ამ გრამატიკის საშუალებით ჩემს მიერ ნებისმიერ შემთხვევაში მიღებული შედეგი იქნება აი ამ ენაში. ჩომსკის იერარქიაში ნახეთ, რომ MPDA-ს გასწვრივ ეწერა კონტექსტ თავისუფალი ენა. ხოლო როგორც ვთქვით, კონტექსტ თავისუფალი ენა შეგვიძლია შევქმნათ კონტექსტ თავისუფალი გრამატიკით. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ კონტექსტ თავისუფალი გრამატიკა და MPDA ყოფილა ერთმანეთის ექვივალენტი, რადგან ზუსტად იგივე ტიპის ენებს ამოიცნობს. აქამდე უკვე MPDA-ს შევადგინეთ ჩვენ, რომელიც ამოიცნობდა ისეთ სიტყვებს, რომელიც ეკუთვნოდა რამე კონკრეტულ კონტექსტ თავისუფალ ენას, მაგრამ იმის მარტივად საჩვენებლად, რომ ეს ორი ექვივალენტია, მოდი MPDA-ს ზუსტად ისე შევადგინოთ, როგორც კონტექსტ თავისუფალი გრამატიკა არის განმარტებული. რაც გულისხმობ ახლა ამაში. როდესაც დავხატავთ მდგომარეობების დიაგრამას MPDA-ისთვის, მოდი ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის ისარს ზუსტად დავაწიროთ ის, რაც წერია კონტექსტ თავისუფალი გრამატიკის გარდაქმნის წესებში. ანუ მაგალითად, თუ გვაქვს წესი, რომ a-დან გადავდივართ b-ზე, მოდი ჩვენი MPDA-ს ისე შევქმნათ, რომ
როდესაც დასტიდან A-ს ამოვიღებთ, დასტაში ჩავმატოთ B და C. ან თუ მაგალითად ესეთ შემთხვევა გქონდა A-დან გადავდივართ 0B1-ზე. ამ შემთხვევაში უბრალოდ აქ დავწერთ, რომ როდესაც დასტიდან A-ს ამოვიღებთ, დასტაში ჩავმატებთ 0B1-ს. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა, რომ 2 და 3 ელემენტის ჩამატება დასტაში ერთდროულად არ შეგვიძლია. შეგვიძლია მხოლოდ ერთის. ამიტომ მოგვიწევს, რომ აი ეს 0B1 ცალ-ცალკე ჩავმატოთ. ანუ ჯერ მოდი, როცა A-ს ამოვიღებთ დასტიდან ერთიანი ჩავმატოთ, შემდგომ B ჩავმატოთ, შემდგომ 0 ჩავმატოთ. თუ დაკვირდებით, პირიქით ჩავმატე, ხო, ჯერ ერთიანი ჩავმატე, შემდგომ B, შემდგომ 0. ეს იმიტომ, რომ როდესაც დასტაში ჩავმატებთ, იქ ხო ამოტრიალდება, ანუ ყველაზე ზემოთ, დასტის ზემოთ დაგვრჩება ბოლოს ჩამატებული ელემენტი, რომელიც არის 0. და მართლაც ეგრე გვინდოდა, იმიტომ რომ ჯერ უნდა წავიკითხოთ 0-იანი. და როდესაც ამას დასტაში ჩავმატებთ, ზემოთ იქნება 0, შემდგომ B და ყველაზე ქვემოთ იქნება 1. მოდი გამოვიყენოთ ბოლოს განხილული გრამატიკა, რომელიც ადგენდა A და C მარცხენა მარჯვენა მხარეს იგივე რაოდენობის, ხოლო შუაში B ნებისმიერ რაოდენობის, აი ესეთ სიტყვებს და ზუსტად ეს გრამატიკის გარდაქმნის წესები გამოვიყენოთ, რომ შევადგინოთ შემდგომ დასტის ავტომატი. დავიწყოთ და თავიდან რა თქმა უნდა, დასტაში უნდა ჩავამატოთ დოლარის სიმბოლო და საწყისი სიმბოლო, რომელიც არის S. ამის შემდგომ გვაქვს როგორი გარდაქმნის წესი, S-დან გადავდივართ ASC-ზე. ამიტომ ზუსტად იგი უნდა გავაკეთოთ დასტის ავტომატშიც. ოღონდ, როდესაც S ამოვიღებთ დასტიდან, ჯერ ჩავამატოთ C, შემდგომ S, შემდგომ A. როგორც ვთქვით, პირიქით უნდა ჩავამატოთ, რადგან ჩვენ გვინდა რომ A პირველი წავიკითხოთ, ამიტომ დასტაშიც ბოლო უნდა ჩავამატოთ A. ახლა გვაქვს B-დან გადავდივართ პატარა B-ზე და B-ზე, ამიტომ იგივე გავაკეთოთ, როდესაც დასტიდან B-ს ამოვიღებთ, ჩავამატოთ ისევ B და შემდგომ დავამატოთ პატარა B, საბოლოო სიმბოლო. და ასევე რა გვაქვს? S-დან შეგვიძლია გადავიდეთ B-ზე, B-დან გადავიდეთ E-ზე, ეს ორი დასამატებელია. აი აქ დაემატა, როცა S ამოვიღებთ დასტიდან B-ს ჩავამატებთ და როცა B-ს ამოვიღებთ E-ს ვამატებთ, ანუ არაფერს არ ვამატებთ და ასე გვაქვს S3. ეს რას ნიშნავს? როდესაც მე მივიღე სიტყვა, სადაც მაქვს საბოლოო სიმბოლოები, ანუ მექნება მარტო რა? A, B და C. თუ მაგალითად A-ს ვკითხულობ და დასტის ზედა სიმბოლოც არის A, მაშინ ამოვაკლებ დასტის ზედა სიმბოლოს და გადავალ შემდგომ წასაკითხ სიმბოლოზე. იგივე B შემთხვევაში და იგივე C შემთხვევაში. აი ეს რატომ ჭირდება, სულ მოდები ვნახავთ. მაგრამ ამის შემდგომ თუ მე წასაკითხი არაფერი არ მაქვს და მხოლოდ დოლარის სიმბოლოა დარჩენილი, ისიც ამოვიღოთ და გადავიდეთ accept stage. მოდი მისაღები სიტყვა იყოს AABCC, რომელიც მართლაც არის ამ ენაში და ასე ვქონდეს დასტა, რომელშიც ჩავამატებთ ახლა ელემენტებს და ამოვაკლებს. და ძალიან კარგად დავინახავთ ახლა როგორ ხდება მიღებული სიტყვის ელემენტების წაკითხვა და ამავდროულად დასტაში ელემენტების ჩამატება ამოკლება. ესე იგი, თავიდან რა თქმა უნდა ვამატებთ დოლარის სიმბოლოს დასტაში და შემდგომ ეს, რომელიც არის საწყისი სიმბოლო, ეგეც ჩაიმატა. ახლა რა ხდება? მე თუ A ჩავთვალო რომ წავიკითხე, თუ მინდა რომ ჩავთვალო რომ წავიკითხე, მაშინ უნდა სრულდებოდეს ეს პირობა, ხო? დასტის ზედა სიმბოლოც ასე უნდა იყოს A, რომელიც აშკარად არ არის. ამიტომ ამას ვერ გავაკეთებ და მოდი აი ამ E-ის სვლა გავაკეთოთ. სადაც არაფერს არ ვკითხულობ, დასტიდან ვიღებ უბრალოდ S, არასაბოლოო სიმბოლოს და ვამატებ C-ს, შემდგომ S, შემდგომ A-ს. ანუ როდესაც იმას ამოვიღებ და ჩავამატებ ამ სამ ელემენტს, გვექნება ასეთ შედეგი დასტაში. ახლა უკვე სრულდება ეგ პირობა, ხო? წასაკითხის სიმბოლოც არის A, დასტის ზედა სიმბოლოც A, ამიტომ მართლა შემიძლია ის გავაკეთო. ამიტომ ჩავთვლი რომ ეს წავიკითხე, დასტიდან ამოვაკლებ A-ს და გადავალ შემდგომ სიმბოლოზე. ახლა იგივე მჭირდება, ხო, ზუსტად, რომ დასტის ზედა სიმბოლო იყოს A, რაც არ მაქვს, ამიტომ მოდი ზუსტად იგივე გავაკეთოთ. S-ი ამოვიღოთ და აი ეს სამი ელემენტი ჩავამატოთ. ჩავამატებთ. ახლა ის უსრულდება პირობა, ამიტომ ჩავთვალოთ რომ ეს წავიკითხეთ, დასტიდან ამოვაკლოთ A და გადავიდეთ შემდგომ სიმბოლოზე, რომელიც არის B. ახლა რა ხდება? B-ს წასაკითხად აუცილებელია სრულდებოდეს ეს პირობა. დასტის ზედა სიმბოლო იყოს B. ამიტომ აი აქ უნდა მივიდე, ხო? ეს უნდა შევასრულო. აქედან ხდება B-ს ჩამატება. ამიტომ გამოსულ ჯერ S-დან მე უნდა მივიღო B, რომელიც შემიძლია ამ ოპერაციით. S-დან შეგვიძლია გადავიდეთ B-ში. ამიტომ S ამოვაკლებთ, B-ს ჩავამატებთ და შემდგომ ამ ოპერაციას გავაკეთებთ. სადაც როცა B-ს ამოვიღებთ დასტიდან, ისევ B-ს ჩავამატებთ და ჩავამატებთ პატარა B-ს და მივიღებთ დასტაში აი ესეთ შედეგს. ახლა შემიძლია ამ ოპერაციის გაკეთება. B-ს წავკითხავ, ამოვაკლებ ასევე დასტიდან და გადავალ შემდგომ სიმბოლოზე, რომელიც არის C.
ახლა b არაფერში არ მჭირდება, ამიტომ b-დან გადავდეთ y-ს. ანუ გამოდის რომ უბრალოდ b ამოვაკელით. და ახლა მარტივად შეგვიძლია გავყვეთ. სრულდება ეს პირობა. c არის წასაკითხი, დასტის ზედა სიმბოლოც არის c. ამიტომ წავიკითხოთ, ამოვაკლოთ და ახლა ზუსტად იგივე გავაკეთოთ. მოვაკლეთ მთლიანად წაკითხული, წასაკითხი არაფერი არ დარჩა, ამიტომ სრულდება ეს პირობა. არაფერი არ წასაკითხი, დასტის ზედა სიმბოლო არის დოლარის სიმბოლო, ამიტომ ეგეც ამოვაკლოთ და გადავიდეთ accept stage-ში. ანუ მივიღოთ. ამ მაგალითით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნებისმიერი გრამატიკიდან შეგვიძლია შევადგინოთ დასტის ავტომატი. როგორც ამ შემთხვევაში გავაკეთეთ, რადგან ამისთვის მხოლოდ გჭირდება, რომ გადასვლის წესები ზუსტად შეუსაბამოთ დასტის ავტომატის გადასვლის წესებს. ამიტომ აქედან შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ დასტის ავტომატი და კონტექსტ თავისუფალი გრამატიკა არის ერთმანეთის ექვივალენტი. ოღონდ დასტის ავტომატში გულისხმობ არაგანსაზღვრო დასტის ავტომატს. რადგან როგორც ვთქვით, განსაზღვრული დასტის ავტომატი და არაგანსაზღვრული დასტის ავტომატი ძალებით ერთმანეთს არ უდრის. არაგანსაზღვრული დასტის ავტომატი უფრო ძლიერია და სწორედ ის არის ექვივალენტი კონტექსტ თავისუფალი გრამატიკის. ახლა მოდი განვიხილოთ, სად გვხდება დასტის ავტომატი და კონტექსტ თავისუფალი გრამატიკა. ის ბევრ ადგილას გვხდება, მაგრამ მოდი ერთი მაგალითი განვიხილოთ. ალბათ ყველა მიცით, ან გაგიგიათ მაინც XML ან HTML, რომელიც ორივე ერთმანეთის მსგავსი არის. ინა არის, თუმცა არა პროგრამირების, სადაც გვაქვს ასეთ სტრუქტურა. რაიმე ტეგი არის გახსნის და დახურვის და მასში შეგვიძლია შიგნით გახსნისა და დახურვის ტეგებს შორის გქონდეს კიდევ რაიმე ელემენტები, რომელსაც ისევ თავიანთი გახსნის და დახურვის ტეგები აქვს. მოდი შევქმნათ ჩვენებური HTML-ის გრამატიკა, სადაც საწყის სიმბოლო იყოს AC და გადავდიოდეთ HTML-ის გახსნის ტეგზე, B-ზე და HTML-ის დახურვის ტეგზე. ანუ თუ საწყის სიმბოლო არის AC და აი აქ გადავდივართ, ეს მას ნიშნავს, რომ შემდგომ რაც უნდა გავაკეთოთ, ყველაფერი იქნება მოქცეული HTML-ის გახსნისა და დახურვის ტეგებში, როგორც ნამდვილ HTML-ში ვხედავთ. შემდგომ B-დან შეგვიძლია გადავიდეთ body C და body-ზე, ანუ გახსნა დახურვა, ანუ HTML-ის გახსნა დახურვა შიგნით გვექნება body-ის გახსნა და დახურვა და მასში გვაქვს C, რომელისგანაც შეგვიძლია გადავიდეთ P-ზე. ანუ უბრალოდ P-ზე და შემდგომ რეკურსიულად რამდენიმე P ჩავამატოთ, ხო? რომელშიც გვაქვს უბრალოდ ტექსტი. ძალიან მარტივი გრამატიკა არის, რა თქმა უნდა, ნამდვილი HTML-ი გაცილებით კომპლექსური ამაზე, მაგრამ უბრალოდ მაგალითისთვის ესეთი ჩვენებური HTML-ის გრამატიკა გქონდეს. მოდი გამოვიყენოთ ეს წესები, დავიწყოთ ისიც, გადავიდეთ HTML-B HTML-ის დახურვაზე, შემდგომ body-ს დავამატოთ. გავყვეთ ეს წესები და საბოლოოდ მივიღოთ აი ასეთი ტექსტი, რომელიც ამ ენაში მართლაც არის და რადგან ამ გრამატიკით მივიღეთ გარდაქმნის წესებით, ეს იმას მოწმობს, რომ ეს ტექსტი მართლაც ეკუთვნის ჩვენს ენას, რომელიც არის HTML, ჩვენებური HTML. მაგრამ რა მოხდებოდა, რომ ჩვენ ეს გრამატიკის გადასვლის წესებით არ მიგვეღო, უბრალოდ დაგიდევით ეს წინ და თქვენ გჭირდებათ, რომ შემოწმოთ ეს მართლაც არის სწორი სინტაქსი თუ არა, ანუ ეკუთვნის ენას თუ არა. ამისთვის დაგჭირდება დასტის ავტომატი. და მოდი ახლა ვცადოთ და განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია ამის შემოწმება. მოდი მთელი ამ პროცესის განმავლობაში, როდესაც გახსნის ტექსტს დავინახავთ, ელემენტი უბრალოდ ჩავამატოთ დასტაში, ხოლო დახურვის ტექსტს თუ წავიკითხავთ და ამავდროულად დასტის ზედა სიმბოლოს ემთხვევა მას, ამოვიღოთ ის ელემენტი. და ამავდროულად მარცხენა მხარეს მოდი თან შევადგინოთ derivation tree, რომელიც კონტექსტ თავისუფალ გრამატიკას იყენებს და გამოდის, რომ პროცესის განმავლობაში მარჯვენა მხარეს ვიყენებთ დასტის ავტომატს, ხოლო მარცხენა მხარეს კონტექსტ თავისუფალ გრამატიკას. თუ რაში გამოიყენება ეს derivation tree, ამას სულ მალე გაიგებთ, მაგრამ მოდი დავიწყოთ. როდესაც წავიკითხეთ HTML-ის გახსნის ტეგი, როგორც ვთქვით, დასტაში ჩავამატეთ HTML. და ამავდროულად შევქმნით root node-ი ჩვენ ხეში, რომელიც არის HTML-ი. შემდგომ გადავიდეთ და წავიკითხეთ body. ისევ გახსნის ტეგი არის, ამიტომ დასტაში ვამატებთ body-ს და ამავდროულად ჩვენს derivation tree-ში დაემატა შვილი node-ი, რომელიც არის body და რატომ არის მისი შვილი, ხო? იმიტომ რომ გახსნის ტეგის შემდგომ თუ კიდევ რაიმე გახსნის ტეგს ვკითხულობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ წინა ტეგის გახსნისა და დახურვის ტეგებს შორის არის მოქცეული ეს, ხო? ამიტომ ნიშნავს, რომ ის არის მისი შვილი. და მართლაც ეს ნიშნავს, რომ body არის HTML-ის შვილი. კარგი. გადავიდეთ ახლა წავიკითხოთ ისევ P. ისევ გახსნის ტეგი არის, ამიტომ ისევ დასტაში ემატება და აქ უკვე P წავიკითხეთ body-ის შემდგომ, ანუ P ყოფილა body-ის შვილი. ამიტომ ისევ ქვემოთ ჩავამატოთ. შემდგომ მოდის
hello, რომელიც არის უბრალოდ ტექსტი, არ არის ელემენტი და ამიტომ დასწრაშიც არ მომატებთ. უბრალოდ derivation tree-ში დაემატება, როგორც leaf node-ი, ანუ მისგან არსად აღარ შეგვიძლია გადასვლა და ბოლოს არის უკვე p-ის დახურვის ტეგი. როდესაც ამას წავკითხავთ, როგორც თქვით, დასწრიდან ვიღებთ უკვე ელემენტს და თუ დააკვირდებით, აი ეს მწვანე ცოტა ერთი დაინაცვლა, ხო? რატომ მოხდა ის? იმიტომ რომ როდესაც მე p-ის დახურვის ტეგი წავკითხე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ p-ში მე ვეღარაფერს ვეღარ ჩავმატებ. ანუ მეტი ის არის, აქედან აღარ გამოვა. ამიტომ თუ აქ კიდევ გახსნის ტექსტს შევხვდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ისევ ის ელემენტი ყოფილა ბადის შვილი. ამიტომ მწვანე ხაზი ერთი თავწიოთ და ახლა თუ კიდევ რამე ელემენტს ჩავმატებთ, უბრალოდ ბადიდან გამოვა ის არის და არა p-დან, რაც არასწორი იქნებოდა. მართლაც კიდევ ერთი გახსნის ტეგი არის p, ამიტომ უკვე ბადიდან მეორე ის არის გამოვა, დაემატება და ასევე დასწრაში ჩაემატება. ისე worlds წავიკითხავთ, დაემატება როგორც leaf node-ი, დახურვის ტეგი, როდესაც წავიკითხავთ დახურვის ტეგს, p ისევ ამოკლება დასტიდან, ამასაც ამოვიღებთ. ისევ მწვანემა მოიწია ერთით, რადგან p-ის დახურვის ტეგი იყო, ამიტომ p-ში უკვე ვეღარაფერს ვეღარ ჩავმატებთ. თუ კიდევ გახსნის ტეგი შეხვდა, როგორც ვთქვით, ბადიდან უნდა გამოვიდეს ის არის, მაგრამ გახსნის ტეგი არ გვხდება, უკვე დახურვის ტეგი არის. ეს მას ნიშნავს, რომ დასტიდან ამოვიღებთ ბადის და ასევე ესეც ერთით აიწევა. აიწია და გვაქვს ისევ დახურვის ტეგი HTML-ის. ანუ უკვე აქაც ვეღარ ჩავმატებთ ვერაფერს, დასტინაც ამოვა HTML-ი, კითხვას დავასრულეთ და ეს მას ნიშნავს, რომ მივიღეთ. რადგან ყველაფერი წავკითხეთ და დასტად ცარიელი არ დაგვჭა ელემენტები. ანუ გახსნისა და დახურვის ტეგები ზუსტად იყო ერთმანეთის მიმართ განლაგებული. დაამონდროულად მარცხენა მხარეს დაგვრჩა derivation tree. ახლა რაში გამოიყენება ის? თუ JavaScript-ს იყენებთ და HTML-ს, ალბათ გამონაყენები გექნებათ JavaScript-ის DOM-ი, Documents Object Model, რომელიც რას აკეთებს? ანუ მის დახმარებით შეგვიძლია მივწვდეთ რაიმე HTML ნებისმიერ ტექსტს და გვაქვს ასეთი ოპერაციები, შეგვიძლია გავიგოთ რომელია მისი შვილები, ანუ მისგან რა ისრები არის გავლებული, ან მისი მშობელი, ანუ მაგალითად თუ ვიტყვი რომ ბადის შვილები მიპოვე, მისგან რა ისრებიც გამოდის, იმ ელემენტებს დაგებრუნებ. ან თუ გვეტყვი ბადის parent-ი, ანუ მშობელი მიპოვე, მაშინ ბადი რომელიც არის ჩამოდის, აი ეს, იმ ელემენტს მივადგები, ანუ მისი მშობელი ყოფილა HTML. და ზუსტად, როდესაც ვიყენებ JavaScript-ის DOM-ს, ამ შემთხვევაში HTML-ს მთლიანი ჩვენი დოკუმენტიდან იგება მსგავსი ხე, რომლის შესაქმნელადაც ვიყენებთ კონტექსტ-თავისუფალ გრამატიკას და შეიძლება გამოვიყოთ ასევე დასტის ავტომატიც და სწორედ აი ეს ხდება და მაგიტომ არის რომ შეგვიძლია მარტივად მივწვდეთ ელემენტის შვილებსა და მშობლებს. ნუ რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ თუნდაც ასეთი ხე გქონდეს, ჩვენ ვერ ვიპოვით ელემენტს ID-ით. მაგალითად, შეგვიძლია ვიპოვოთ HTML-ის ყველა ელემენტი, რომლის ID არის რაიმე ნებისმიერი, რასაც ჩვენ შევიყვანთ, ხო? ამ ხის საშუალებით ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, მოგვიწევდა მაშინ ყველაზე დაყოლა და შემოწმება. ამისთვის სხვა მონაცემთა სტრუქტურებიც გამოიყენება პარალელურად, მაგრამ კონკრეტულად იმ ბიზნესთვის, რომ ჩვენ შეგვეძლოს ელემენტის შვილებზე და მშობლებზე მარტივი წვდომა, გამოიყენება ესეთი derivation tree, რომელსაც გამოიყენება კონტექსტ-თავისუფალი გრამატიკა და დასტის ავტომატი. და კიდევ ერთი გასათვალისწინებელი აქ რაც არის, რაც უნდა მითქვა, რომ ეს დასტის ავტომატი და კონტექსტ-თავისუფალი გრამატიკა მხოლოდ საკმარისია კლასიკური HTML-ისთვის. ანუ დღესდღეობით უკვე იმდენი რამე არის დამატებული, რომ ფიზიკურად არ არის საკმარისი, აი ესეთი გამოთვლითი მოდელი, რომ სწორად ამოვიცნოთ ჩვენი HTML-ის სიზუსტე. მაგრამ კლასიკური HTML-ისთვის ყველაფერი საკმარისია. ამავდროულად თუ დაკვირდებით ბრაუზერში, როდესაც ჩვენ რაიმე შესობას დავუშვებთ, შეიძლება რაიმე ტეგის დახურვა აკლდეს, ამ შემთხვევაში არ ერვრდება, უბრალოდ თვითონ ფიქსავს, ხო? ეს იმიტომ რომ ამ მოდელზე გაცლებთ კომპლექსური რაღაცები არის ასევე დამატებული, რომელიც ეხმარება რომ მიხვდეს რა პრობლემა არის და თავისით გამოასწოროს ეს პრობლემა. უბრალოდ მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლასიკური HTML-ისთვის გამოიყენება მსგავსი მოდელი, რომელიც არის დასტის ავტომატი და კონტექსტ-თავისუფალი გრამატიკა. როგორც ვთქვით, HTML-ის, XML-ის ან კიდევ უამრავი ენის ფარსერებისთვის გამოიყენება დასტის ავტომატი და კონტექსტ-თავისუფალი გრამატიკა. მაგრამ თუ დაკვირდებოდით, ვახსენე რომ ის საკმარისი იყო მხოლოდ კლასიკური HTML-ისთვის. ეხლა უბრალოდ იმდენად კომპლექსური არის, რომ არ არის საკმარისი კონტექსტ-თავისუფალი გრამატიკა. ეს კი იმაზე უნდა მიგვინიშნებდეს, რომ
არსებობს უფრო ძლიერი გამოთვლითი მოდელები, რადგან გვაქვს ისეთი ენები, რომელთა ამოცნობა შეუძლებელია კონტექსტ თავისუფალი გრამატიკისთვის და შესაბამისად დასტის ავტომატისთვის. მაგალითად, თუ გვაქვს ესეთი ენა, სადაც A, B და C გვაქვს ზუსტად იგივე რაოდენობის, შეგიძლიათ დაფიქრდეთ, მაგრამ დასტის ავტომატით ფიზიკურად შეუძლებელია ამენის ამოცნობა, რადგან თუ მაგალითად დავიწყეთ A-ს ჩამატება დასტაში, ხოლო შემდგომ B-ს შევამოწმეთ, ანუ დავიწყეთ ელემენტების ამოკლება, ყოველ წაგეთხოთ B-ზე ამოვაკლეთ ერთი A, რის მაგალითს უკვე განვიხილეთ, კი ბატონო, A და B შევამოწმეთ, მაგრამ რა ხდება C-ს შემთხვევაში? ანუ უკვე დასტა ცარიელი არის, A და B შემოწმებულია, მაგრამ აღარ შეგვიძლია C-ს შემოწმება. ანუ მხოლოდ ორი რაღაცის შემოწმება შეგვიძლია დასტის ავტომატით. აკი სამი ელემენტის შემოწმება გვიწევს, რაც არ შეგვიძლია. ანუ მაგალითად მეორე მაგალითი, W და W გვერდზე მიწერილი. უკვე განვიხილეთ W და W რევერსი, რომელიც მართლაც შეგვიძლია დასტის ავტომატით, რადგან როდესაც W-ს ჩავმატებ დასტაში, ის დარევერსდება ავტომატურად, ამიტომ შემდგომ თუ W-ს რევერსი გვაქვს შესამოწმებელი, მისი პირველი ელემენტი მართლაც დამთხვა დასტის ზედა ელემენტს, მაგრამ თუ ის არ არის დარევერსებული, გამოდის რომ დასტის ზედა სიმბოლო არის W-ს ბოლო ელემენტი, მაგრამ ჩვენ გვიწევს W-ს პირველი ელემენტი დაწყება. ამიტომ ვერ შევძლებთ შემოწმებას. ესეც შეუძლებელია. ანუ უნდა არსებობდეს უფრო ძლიერი გამოთვლითი მოდელი. მოდი გადავიდეთ ჩომსკის იერარქიაში და ვნახოთ. განვიხილოთ ახლა ტურინგის მანქანა, რომელიც ყველაზე ზედა საფეხური არის, type 0 არის, რომელსაც შესაბამება ენა შეუზღუდავ. ალან ტურინგის მიერ იქნა შემუშავებული ეს გამოთვლითი მოდელი, რომელიც იტრიალებს მთელი ჩვენი ლექციის განმავლობაში. კარგი, ტურინგის მანქანა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც მსგავსი მოდელი, სადაც გვაქვს უსასრულო სიგრძის ფირი, სადაც თითოეულ უჯრაში წერია რაიმე სიმბოლო. ასევე აქვე წერია მისაღების სიტყვა, მაგალითად ამ შემთხვევაში მისაღების სიტყვა არის hello და შემდგომ უბრალოდ უსასრულო რაოდენობის უჯრებში დაწერილი არის ეს სიმბოლო, რომელიც მიგვითითებს, რომ ეს უჯრა არის ცარიელი. ანუ არის blank სიმბოლო. და გვაქვს თავი მანქანის, რომელიც ერთდროულად შეიძლება უყურებდეს მხოლოდ რომელიმე ერთ უჯრას. ამ შემთხვევაში უყურებს აი ამ უჯრას, სადაც ჩაწერილი არის H ასო და მას შეუძლია მარცხნივ და მარჯვნივ მოძრაობა. ანუ თუ დაკვირდებით, თავი განსხვავება წინა მოდელებს შორის არის რა? ანუ იქაც ხონდა რაიმე მანქანა, რომელიც რაიმე ერთ სიმბოლოს კითხულობდა, მაგრამ აქ გვაქვს უსასრულო რაოდენობის უჯრები, თუნდაც მისაღების სიტყვა სასრული იყოს, შემდგომ გვაქვს უსასრულო რაოდენობის ცარიელი უჯრები, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ და ასევე როდესაც რაიმე სიმბოლებს კითხვას დავიწყებთ, ჩვენ შეგვიძლია ასევე მარცხნივ მოძრაობა. ანუ აქამდე წავიკითხავდით, შემდგომ მარჯვნივ გადავიდოდით და აი ასე, უკან მოbrunება აღარ შეგვიძლია, ხო? ანუ მხოლოდ ერთხელ შეგვიძლია გადაკითხვა და შემდგომ უბრალოდ დაკარგული იყო ეს ინფორმაცია. ეგრე იყო NPDA-ში, ხო მაგალითად. მაგრამ აქ ჩვენ შეგვიძლია მაგალითად H-დან გადავიდეთ O-ზე, შემდგომ ისევ დაბრუნდეთ, ისევ გადავიდეთ და ნუ რამდენჯერაც მოგესურვება და საჭიროება მოითხოვს, იმდენჯერ შეგვიძლია თავიდან წავკითხოთ იმ კონკრეტულ უჯრაში დაწერილი სიმბოლო. აი მოდი ახლა ვნახოთ, როგორ შეუძლია ტურინგის მანქანას ამოიცნოს ისეთ სიტყვები, რომლებიც შედგენ აი ამ ენაში. მაგალითად, თუ ჩვენი მისაღების სიტყვა იყო 0110, ძიეზი 0110, რომელიც მართლაც შედის, ხო, იმიტომ რომ მარცხენა მხარის ზუსტად იგივე ვერსია წერია ძიეზის მარჯვენა მხარესაც. აქ არ გვაქვს არანაირი დასტა, სადაც შეგვიძლია მაგალითად ეს ელემენტები ჩავამატოთ და შემდგომ შევამოწმოთ, ნუ არც გჭირდება და გეტყვით ახლა რატო. მოდი ასეთი ფსევდოკოდი გავაკეთოთ. როდესაც დავიწყებ თავიდან კითხვას, მაგალითად ნულიანი წავიკითხე, ხო? მოდი ამას გადავხაზავ, იმიტომ რომ მიმანიშნებელი იყოს, რომ ეს მე უკვე წავიკითხე და ზუსტად იგივე პოზიცია მოვძებნოთ ძიეზის მარჯვენა მხარეს, რომელიც არის აი ეს ხო პირველი. და შევამოწმოთ ზუსტად იგივე თუ წერი, ანუ ზუსტად ნულიანი თუ წერი. და თუ წერია ისიც გადავხაზოთ და შემდგომ უკვე ვიცით, რომ ორივე მხარის პირველი ელემენტები შემოწმებულია და ვიცით, რომ ერთნაირია. შემდგომ გადავიდეთ მეორე ელემენტზე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ. და თუ მართლაც სწორია, ჩვენც მივალთ სასურველ შედეგამდე. ეს გადავხაზოთ X-ით და გადავინახოთ მარჯვნივ. ახლა უბრალოდ მარჯვნივ ვიმოძრაოთ. მივიდეთ აქამდე, რადგან ვიცით, რომ ძიეზის პირველი ელემენტი, რომელიც გადახაზული უკვე არ არის, ეს ზუსტად შეესაბამება ჩვენს მიერ წინაზე გადახაზულ ელემენტს, შევამოწმოთ, თუ მართლაც იგივე არის, ან 0, ესეც გადავხაზოთ და ახლა წამოვიდეთ ისე უკან. მოვიდეთ ამ X-ამდე და დავიწყოთ X-ის შემდგომ პირველივე ელემენტი, რომელიც არ არის გადახაზული, ანუ ჯერ არ შეგვიმოწმებია. მოვალთ ისევ აქ მარცხნივ მოძრაობთ თითოეულ ნაბიჯზე
და გადმოვალთ მარჯვნივ, რადგან ეს უკვე შემოწებულია, ამიტომ აქ აღარაფერი აღარ გვესაქმება. გადმოვალთ, ამასაც ახლა გადავხაზავთ და ვეძებთ მარჯვენა მხარეს x-ის შემდგომი ელემენტი უნდა იყოს ისევ ერთიანი, ხო? რო გადავხაზოთ და ერთმანეთს დაემთხვა, იმიტომ რომ თუ აქ მაგალითად ნულიანი შეხვდება, პირდაპირ დავარეჯექტებ, იმიტომ რომ არ ყოფილა სწორი. გადავალთ ისევ, გადავხაზოთ ამას x-საც, რადგან დაემთხვა და ნუ იგივეს გავაკეთებ, ხო? გადმოვალ, ამასაც გადავხაზავ x მოძებნის ვაქა შევამოწმებ შემდგომ ნულიანზე და ბოლოს რა ხდება? თუ მაგალითად აი ყველაფერი გადავხაზე, უკვე ოთხივე გადავხაზე, რა შემთხვევაში ვიცი რომ ეს სიტყვა მართლაც ეკუთვნის ენას. თუ ძიეზის მარცხენა მხარეს და მარჯვენა მხარეს სრულად გადახაზულია, ანუ არც ერთ მხარეს არ მრჩება მე გადაუხაზავი სიმბოლო, მაშინ უნდა მივიღოთ. იმიტომ რომ მაგალითად აქ რომ კიდე მწერებოდა ერთიანი მაგალითად აქ ყველა გადახაზულია, ანუ იმას ნიშნავს რომ სიგრძეშიც არ ემთხვევა ესენი ერთმანეთს. არათუ ზუსტად ერთნაირი სიმბოლოები არის, ხო? ერთით მეტი ყოფილა იქეთ, რაც პირდაპირ გვეუბნება რომ ეს სიტყვა არ შედის ამ ენაში. მოდი ვნახოთ ახლა ფსევდოკოდი ამის. გვაქვს ორი ტიპის შემოწმება, ერთი ძირითადი და მეორე საბოლოო. ძირითადი არის, როდესაც მარცხენა და მარჯვენა მხარეს მდებარე იგივე პოზიციების სიმბოლოებს ვადარებთ ერთმანეთთან. და საბოლოო არის, როცა შევხედოთ რომ ძიეზის მარცხენა მხარეს ყველა სიმბოლო გადახაზულია და უბრალოდ უნდა შევმოწმოთ მარჯვენა მხარესაც არის სხვა ყველა გადახაზული. იმიტომ რომ მაგაზე უკვე დამოკიდებული უნდა მივიღოს სიტყვა თუ არა. და რა ხდება ძირითად შემოწმებაში? როდესაც სიმბოლოს წავუკითხავთ, გადავხაზავთ და გადავალთ ძიეზის მარჯვენა მხარეს იგივე პოზიციაზე. და შევმოწმოთ თუ სიმბოლოები ემთხვევა. თუ არ ემთხვევა ეს სიმბოლოები, მაშინ უარყოფთ, ასევე იმ შემთხვევაშიც უარყოფთ თუ ძიეზი ვერ ვიპოვეთ საერთოდ. ისე გავედით მიღებული სიტყვის ბოლოში. თუ ემთხვევა, მაშინ ამასაც გადავხაზავთ და გადავალთ ისევ მარცხენა მხარეს x-თან, რომ დავიწყოთ შემდგომი სიმბოლოს შემოწმება. და საბოლოო შემოწმება. როდესაც ძიეზის მარცხენა მხარეს გადავალთ და იგრევე დაგხვდა x-ი, ეს იმას ნიშნავს, რომ მარცხენა მხარეს ყველა ელემენტი უკვე შემოწმებულია. ამიტომ უკვე მარჯვნივ უნდა გადავინაცვლოთ და შევმოწმოთ ყველა თუ არის ეგრევე გადახაზული. თუ ყველა გადახაზული, ეს იმას ნიშნავს, რომ სიტყვა ყოფილა ენაში, ხოლო თუ რომელიმე დარჩა გადაუხაზავი, ეს იმას ნიშნავს, რომ რაოდენობაში ერთმანეთს არ ემთხვევა. შესაბამისად უნდა უარყოთ. ვნახოთ ტურინგის მანქანის ფორმალური განმარტებაც. ის არის 7-ეული, სადაც გვაქვს q მდგომარეობების სიმრავლე. epsilon შეყვანის ამბანის სიმრავლე, რომელიც არ შეიცავს ცარიელი უჯრის სიმბოლოს, რომელიც ეს აღინიშნება. გვაქვს ასევე gamma ფირის ამბანის სიმრავლე, რომელიც შეიცავს შეყვანის ამბას და ასევე გვაქვს დამატებით სიმბოლოები, როგორც მაგალითად ცარიელი უჯრის სიმბოლო, ან თუნდაც x-ი, რომელსაც ვიყენებდით უჯრის გადასახაზად, რომ აღვნიშნა რომ ეს უკვე შევამოწმოთ წინა მაგალითში. გვაქვს გადასვლის ფუნქცია, რომელიცაც ცოტა გრძელი ჩანაწერი აქვს, მაგრამ არ შეგაშინოთ, მალე ავხსნით, ძალიან მარტივია. და გვაქვს სამდგომარეობ საწყისი, რა თქმა უნდა, ყველგან მქონდა მიმღები და უარყოფის. ესენიც წინა გამოთვლით მოდელებშიც მქონდა. და რა თქმა უნდა, მიმღები და უარყოფის მდგომარეობები ერთმანეთს არ უთვლის სხვადასხვა. ახლა რა ხდება იმ გადასვლის ფუნქციაში? დელტაში. დელტას მდგომარეობების სიმრავლისა და ფირის ანბანის დეკარტული ნამრავლი გადაყავს მდგომარეობების ფირის ანბანის და აი ამ ორ ელემენტიანი სიმრავლის დეკარტულ ნამრავლში. ეს l და r არის მარცხენა და მარჯვენა, რაც გვეუბნება ტურინგის მანქანის თავი მარცხენა უნდა გადავიდეს თუ მარჯვენა. როგორც ვთქვით, ის ერთ კონკრეტულ მომენტში უყურებს ერთ უჯრას, ხო? და ეს სწორედ იმას გვეუბნება, ახლა ჩვენ ეს თავი მარჯვენა უნდა გადავწიოთ თუ მარცხენა, ანუ მის მარჯვენა უჯრას შევხედოთ თუ მარცხენა უჯრას. და აქ თუ დაკვირდებით, გვაქვს Q-ს გამოკლებული accept და reject state-ები. რადგან თუ ჩვენ ოდესმე მოვხვდით ან მიმღებ ან უარყოფით მდგომარეობაში, იქიდან აღარ შეგვიძლია არსად გადასვლა. საბოლოო მდგომარეობები არის, შესაბამისად, მასზე არც გვაქვს დელტა განმარტებული. თუ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მოვხვდებით ან უარყოფის ან მიღების მდგომარეობაში, всё, ეგ არის საბოლოო მდგომარეობა. ეს შენაწერი ზუსტად იგივეს გვეუბნება. accept და reject state-ების სიმრავლე შედგება ყველა ისეთი მდგომარეობისგან, რომელიც ეკუთვნის მდგომარეობების სიმრავლეს, სადაც delta QA განუმარტავია ნებისმიერი A-ისთვის და A ეკუთვნის ფირის სიმრავლეს. ანუ ჩვენ იმ სეისიდან ნებისმიერ წაკითხულ სიმბოლოზე ვერსად ვერ გადავდივართ. მოდი ეს პროცესი, სადაც ტურინგის მანქანის თავი უყურებდა ნულიანს, მას x-ი გადაწერა და მარჯვნივ გადავიდა, ანუ მივიღეთ ასეთი მდგომარეობა, როგორ გამოიყურება ფორმალურ ჩანაწერით, ანუ დელტა ფუნქციით. როცა დელტა არის keyword stage და კითხულობს ნულიანს, გადავიდეს keyword stage-ში, ნულიანს გადააწეროს x-ი და გადავიდეს მარჯვნივ.
ან მაგალითად თუ ერთიანი წაიკითხა keyword state-დან q3-ში გადავიდეს, x-ი გადააწეროს და გადავიდეს მარჯვნივ. მაგრამ დელტა ფუნქციის მთლიანად ჩამოწერა ძალიან რთულია, რადგან გრძელია. უფრო მარტივია მდგომარეობების დიაგრამის დახაზვა. და მოდი ჩვენ ესე გავაკეთოთ. დავიწყოთ keyword state-დან და როგორც ვთქვით, როცა keyword state-დან ერთს კითხულობს, გადააწეროს x-ი და გადავიდეს მარჯვნივ და წავიდეს q3 state-ში. როგორც ხედავთ, როცა q3 state-ში არის, ცოტა სხვანაირი ჩანაწერი გვაქვს და რას ნიშნავს ეს? როგორც ფსევდოკოდში ვახსენეთ, როცა გადავხაზავთ x, ჩვენ მანამდე მოვაძებოთ მარჯვნივ, სანამ ძიეს არ მოვადგებით, ხო? ანუ თუნდაც 0 წავიკითხოთ, თუნდაც 1, უბრალოდ უნდა მოვაძებოთ მარჯვნივ და არაფერი არ გადავაწეროთ ზემოდან. მაგრამ ტურინგის დელტა ფუნქციაში აუცილებელია, რომ მივთითოთ, რას გადავაწერთ იმ კონკრეტულ უჯრედს, რასაც ვართ. ანუ თუ მაგალითად ერთიანს წავიკითხავთ, ჩვენ გვევალება, რომ მასზე ისევ ერთიანი გადავწეროთ, რომ არ შეგვეცვალოს შედეგი. ან თუ ნულიანს წავიკითხავთ, ნულიანი გადავწეროთ. ამიტომ მისი გრძელი ჩანაწერი იქნებოდა, რომ აქ დაგვეწერა, როცა ნულიანს წაიკითხავს, გადაწეროს ნულიანი და გადავიდეს მარჯვნივ. როცა ერთიანს წაიკითხავთ, გადაწეროს ერთიანი, გადავიდეს მარჯვნივ. მაგრამ ამდენ წვალებას და თან უფრო საშიშად გამოიყურება, შემდგომ უფრო მარტივად ჩავწეროთ. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ როცა ნულიანს და ერთიანს წაიკითხავს, ნებისმიერ საქედან არაფერი არ შეცვალა, უბრალოდ გადადი მარჯვნივ. და ეს უკვე იმას ნიშნავს, რაც ახლა ვახსენე, ანუ თითოეულ წაკითხულზე იგივე სიმბოლო ჩაწეროს, გადავიდეს მარჯვნივ. ხოლო, როდესაც GS მივადგებით, ისევ გადავიდეთ მარჯვნივ, ოღონდ უკვე სხვა stage-ში ვართ, სადაც უკვე რამდენი x-ს წავიკითხავთ, იმდენი მარჯვნივ უნდა გადავიდეთ. იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ x-ი შეგვხვდა, ეგ უკვე შემოწებულია, ამიტომ მაგ არაფერი არ გვესახვება, უბრალოდ უნდა მივიდეთ იმ ელემენტამდე, რომელიც არ არის შემოწებული. ამიტომ ვიმოძებოთ მარჯვნივ და თუ შეგვხვდება ერთიანი, შემდგომ მაშინ x-ად ჩავანაცვლებთ და უკვე დავიწყებთ მარცხნივ მოძრაობას. ახლა უნდა დავკვირდეთ რას. თუ მაგალითად აქ ნულიანი შემხვდა მე x-ების შემდგომ, ეგ იმას ნიშნავს, რომ ვეღარსად ვეღარ გადავდივარ, ხო? ანუ სადმე აქ რომ ექნება x-ებს state-ი, იქ ვერანაირად ვერ მივალ. დავრჩა ამ 5 stage-ში. ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ დავფეილდით, ანუ დავრეჯექტით, რადგან x-ებს stage-ში ვერ მივედით. ახლა როდესაც უკვე მარცხნივ მოძრაობა გვაქვს დაწყებული, ნულიანს წავიკითხავთ ერთიანს თუ x ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ვიმოძრავთ მარცხნივ. როდესაც GS მივადგებით, ისევ ვიმოძრავთ მარცხნივ და შემდგომ ნულიანის და ერთიანის წაკითხვისას ისევ ვიმოძრავთ მარცხნივ. როდესაც x მივადგებით, ეს ის x იქნება, რომელიც ბოლოს შევამოწოთ, თორემ მარცხენა მხარეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის მარჯვნივ არის ის ელემენტი, რომელიც უნდა შევამოწოთ ახლა. ამიტომ გადავიდეთ მარჯვნივ და დავუბრუნოთ ისევ საწყის მდგომარეობაში, საიდანაც ისევ თავიდან დავიწყებთ ჩამოწებას. მაგრამ ამას ერთი ნაწილი აკლია. ჩვენ მხოლოდ ერთიანის შემოწების გზა გავაკეთეთ ახლა. რა ხდება ნულიანის შემთხვევაში? ზუსტად იგივე იქნება, როცა ნულიანს წავიკითხავთ, ისევ მარჯვნივ მოძრავებთ, აქაც იგივე, აქაც იგივე. უბრალოდ ერთი განსხვავება არის ეს. სხვა stage ვართ შესაბამისად, უბრალოდ აქ ველით ნულიანს. თუ Q4 stage ერთიანს შევხვდით, უკვე მაგ დავრეჯექტებით, იმიტომ რომ ჩავრჩევით ამ მდგომარეობაში. ანუ მარჯვენა მხარე ამწობს ერთიანის სიზუსტეს, მარცხენა ნულიანის სიზუსტეს. და შემდგომ ისევ Q6-ში მიდის, რომელიც იგივე საკეთებს, უბრალოდ მარცხნივ მივდივართ და ვიწყებთ keyword set-დან და მისული ვიქნებით შემდგომ შესამოწმებელ ელემენტს. ის დიაგრამა არ არის დასრულებული, ხო? რადგან თუ დაკვირდებით, არ გვაქვს მიმღები მდგომარეობა. თუ მე keyword stage-ში ვარ და ჩემი წაკითხული სიმბოლო არის ძიეზი, ეს იმას ნიშნავს, რომ ძიეზის მარცხენა მხარე ყველა არის გადახაზული x-ით. ანუ მარცხენა მხარე მოლეულია. და როგორც ვთქვით, ამ შემთხვევაში გვიწევს საბოლოო შემოწმება, რომელიც არის რა? რომ შევამოწმოთ მისი მარჯვენა მხარეს თუ მთლიანად x-ებია. ანუ თუ მე ძიეზს შევხვდა, ვიმოძრავთ მარჯვნივ და ყოველ წაკითხული x-ის შემდგომ უბრალოდ ვიმოძრავთ მარჯვნივ. და თუ მე მივადგებით ცარიელ სიმბოლოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მარჯვენა მხარესაც ყოფილა გადახაზული. თუ მაგალითად მე x-ებით ვიმოძრავ მარჯვნივ და კიდე მაქვს რამ ელემენტი დარჩენილი, იქნება ან 0 ან 1, ხო? აქედან 0 და 1 თუ ვეღარ გამოვიდივართ, არ არის განსაზღვრული, შესაბამისად დავრჩევით keyword მდგომარეობაში, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ დავარეჯექტეთ. მაგრამ თუ მართლაც ცარიელი სიმბოლო დარჩა, მაშინ ისევ გადმოვიდივართ მარჯვნივ და ვიქნებით მიმღებ მდგომარეობაში. კიდევ ერთ თემას რაც უნდა ვიცოდეთ, არის კონფიგურაცია. ის საშუალებას გვაძლევს ჩავწეროთ ტუირინგის მანქანის თითოეული მდგომარეობა გამოთვლის პროცესში. ის არის სიტყვა, რომელიც მოიცავს სამ რაღაცას. ეს არის მთლიანი ფირი, ამჟამინდელი მდგომარეობა
და ამჟამინდელი მანქანის თავის პოზიცია. და როგორ შეგვიძლია ახლა ეს ყველაფერი მარტივად ჩავწეროთ. წარმოვიდგინოთ ტურინგის მანქანა, რომელიც არის keyword stage-ში და კითხულობს აი ამ ნულიანს, ანუ მისი თავი არის აი აქ. და ეს არის ჩვენი მიღებული სიტყვა. ამ ყველაფერს ძალიან მარტივად ჩავწერთ, აი ეს. მთლიანი სიტყვა წერია, აი keyword-ს ამოვაკლებთ ზუსტად იგივე წერია, რაც მიღებულ სიტყვაში იყო. keyword-ი გვიჩვენებს რომელ მდგომარეობაში ვართ და ასევე keyword-ი ზუსტად იმ ადგილას არის დაწერილი, რომელ ელემენტსაც ახლა ვკითხულობთ. ანუ keyword-ის მარჯვენა ელემენტი არის ის ელემენტი, სადაც ტურინგის მანქანის თავი იმყოფება. აი ასე ძალიან მარტივად შეგვიძლია სრული ეს ინფორმაცია ჩავწეროთ. ახლა მოდი ვნახოთ ეს სიტყვა, რომელიც ეკუთვნის ენას, რომელიც უკვე ბევრჯერ განვიხილეთ და ვნახოთ მისი კონფიგურაციის ისტორია. ანუ რა კონფიგურაციაზე ვიყავით, შემდგომ რაზე გადავედით და ესე შემდეგ სანამ არ მივალთ მიმღებ მდგომარეობას. თავიდან იქნება keyword stage-ი და სულ მარცხნივ არის, ანუ ნულიანს კითხულობს, შემდგომ გადავალთ keyword-ში და უკვე მარჯვნივ ვართ ერთად გადასული და ის x-ით ჩავნაცვლეთ. ნუ აი ესე გაგრძელდება და ეს საკმაოდ გრძელი პროცესია. აი აქ არის ყველა მისი ისტორია ჩამოწერილი და ბოლოს მივდივართ accept stage-ში, რომელიც აი ესე გამოიყურება და რატომ არის ახლა accept stage-ის მარცხნივ ერთი ცარიელი უჯრა. რადგან თუ ნახავთ მდგომარეობების დიაგრამაში, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ ცარიელ ელემენტს, გადავდივართ accept stage და ამავდროულად კიდევ ერთით მარჯვნივ გადავიწევთ. სწორედ ამიტომ accept stage-ის მარცხნივ გვექნება ერთი ცარიელი ელემენტი. მაგრამ უკვე ვიცით, როგორ შეგვიძლია ჩავწეროთ, ძალიან მოკლედ. ნუ, ეხლა ეს მოკლედ არ გამოიყურება, მაგრამ სხვა საშუალებებთან შედარებით, გაცილებით მოკლედ შეგვიძლია ჩავწეროთ ტურინგის მანქანის თითოეული პოზიცია. მოდი ახლა ერთ კითხვას დაგისვამთ. თქვენ აზრით რა ხდება, როდესაც სიტყვა არ ეკუთვნის ენას? ტურინგის მანქანა რომ განვიხილოთ. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან მარტივი იქნებოდა, თუ განვიხილავდით ჩვენს მიერ აქამდე შესწავლილ გამოფთით მოდელებს, მაგალითად დასტის ავტომატს. იქ თუ სიტყვა არ ეკუთვნის ენას, თანამედროვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ეკუთვნის. მაგრამ ტურინგის მანქანის შემთხვევაში ეს ყველაფერი ასე მარტივი არ არის. აქ შეიძლება მივიღოთ, უარყოთ, ან ჩაიხვიოს და რაც გულახავთ ახლა იმ ჩამხევაში. შეიძლება მოხდეს ისე, რომ გადავარდეთ უსასრულო ლუპში. შესაბამისად, ვერასდროს ვერ გავიგებთ პასუხს, რომ ის ან უნდა მივიღოთ, ან უნდა უარყოთ. ამიტომ ტურინგის მანქანა იყოფა ორ ტიპად. თუ ტურინგის მანქანა არის ამომცნობი, მან შეიძლება ჩაიხვიოს, ხოლო თუ არის გადამწყვეტი, აუცილებლად გვეცოდინება პასუხი. ან მივიღებთ, ან უარყოთ. როგორც ვთქვით, ტურინგის მანქანაში type 0 არის შევზღუდავი ენა და ის შესაბამისად არის ტურინგის მანქანა. მაგრამ type 0 ასევე იყოფა ორ ტიპად. ეს არის recognizable და decidable, რომელიც უკვე ვთქვით. მაგრამ მოდი ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ. ზოგადად type 0 იყოფა ორ ტიპად. ეს არის რეკურსიულად გადანომრადი და რეკურსიული. მაგრამ ორ ტიპად იყოფა ცოტა არასწორი ნათქვამია, რადგან რეკურსიულად გადანომრადი არის ზუსტად type 0, ანუ შეუზღუდავი და რეკურსიული არის მისი ქვესიმრავლე. რეკურსიული ენა არის ისეთი ენა, რომელიც არის გადამწყვეტი. ანუ მისი ტურინგის მანქანა არის გადამწყვეტი. ხოლო რეკურსიულად გადანომრადი არის ამომცნობი. რეკურსიული ენა განვიხილოთ, რომელიც არის გადაწყვეტადი. ენას ეწოდება რეკურსიული, თუ არსებობს ტურინგის მანქანა, რომელიც მიიღებს ყველა სიტყვას ამ ენაში და უარყოფს ყველა სიტყვას, რომელიც არ არის ამ ენაში. ასეთი ტურინგის მანქანა ყოველთვის ჩერდება, ნებისმიერი სიტყვისთვის ამ ენიდან, თუნდაც შედიოდეს ან არ შედიოდეს. და რეკურსიულად გადანომრადი, რომელიც არის გადაუწყვეტი, ანუ ამომცნობი და ენას ეწოდება რეკურსიულად გადანომრადი, თუ არსებობს ტურინგის მანქანა, რომელიც მიიღებს ყველა სიტყვას ელში. მაგრამ შეიძლება გაჩერდეს, ან არ გაჩერდეს, ანუ ჩაიხვიოს იმ სიტყვებისთვის, რომლებიც არ არიან აი ამ ენაში, ანუ ელში. წარმოვიდგინოთ, გვაქვს ასეთი ენა, სადაც უნდა შევამოწმოთ თუ შეიცავს მინიმუმ ერთ ერთიანს. და გქონდეს ორი ტურინგის მანქანა. ერთი იყოს ამომცნობი, მეორე გადამწყვეტი. და ვნახოთ, როგორი განსხვავება მათ შორის. ამომცნობის შემთხვევაში, თუ ცარიელ სიმბოლოს წავაწყდებით ერთიანის ნახვის გარეშე, მაინც გავაგრძელოთ, მოდი მარჯვნივ მისი ძებნა. ანუ, როდესაც ფირის მიღებულ სიტყვას დავასრულებ და უკვე ცარიელ უჯრას მივადექით, ეს ხო იმას ნიშნავს, რომ უსასრულოდ გრძელდება ცარიელი უჯრა. და მოდი მაინც გავაგრძელოთ, მარჯვნივ ვეძებოთ. 100% ვიცით, რომ მარჯვნივ არ შეხვდება ერთიანი და რადგან ფირიც უსასრულოა, უსასრულოდ მოგვიწევს მარჯვნივ სიარული. ანუ ჩაიხოს, უსასრულო ლუპში იქნება.
ანუ თუ მაგალითად სიტყვა არ შედის ენაში ჩაიხობს. თუ შედის ამოიცნობს კი ბატონო და გვეტყვის რომ ეს სიტყვა შედის ენაში, მაგრამ თუ არ შედის ვერც იმას გვეუბნება რომ არ შედის. მაგრამ გადამწყვეტი შემთხვევა იქნება თუ ცარიელ სიმბოლოს წავუწყებთ ერთიანის ნახვის გარეშე, ეგრევე უარყოფთ. ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია, ენიდან შევქმნათ ამომცნობი და გადამწყვეტი ტურინგის მანქანები. მაგრამ ენების აბსოლუტური უმრავლესობისთვის შეუძლებელია შევქმნათ გადამწყვეტი ტურინგის მანქანა. რადგან უმეტესი ენები არის რეკურსიულად გადანამრადი, ანუ გადაუწყვეტი. შესაბამისად, მათთვის მხოლოდ შეგვიძლია შევქმნათ ტურინგის მანქანები, რომლებიც არის ამომცნობი. აქ ძალიან მარტივია, მარტივად შეგვიძლია მივხვდეთ რაშია პრობლემა და შევქმნათ გადამწყვეტი, მაგრამ უმეტეს პრობლემისთვის ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ უმეტეს ტურინგის მანქანები არის ამომცნობი. სხვათა ტურინგის მანქანაში არ ვართ შეზღუდულები მხოლოდ ერთი ფირით. შეგვიძლია გქონდეს ერთზე მეტი ფირი, ამ შემთხვევაში ვუყურებთ მანქანას, რომელსაც აქვს სამი ფირი. შესაბამისად, თითოეულ ფირს ჭირდება თავის პოზიცია, ანუ ის არის, რომელსაც მიუთითებს და გვექნება სამი თავი, რომელიც სამ სხვადასხვა ფირზე, სხვადასხვა პოზიციაზე მიუთითებს. თქვენი აზრით, თუ არსებობს ისეთი ენები, რომელთა ამოცნობა შეუძლებელი ერთი ფირის საშუალებით და შეგვიძლია ერთზე მეტი ფირით. ანუ თუ ცვლის ფირების რაოდენობა გამოთვლის ძალაში რაიმეს. ამის პასუხია არა, რადგან მრავალფირიანი ტურინგის მანქანა და ერთფირიანი ტურინგის მანქანა არიან ერთმანეთის ექვივალენტები ძალაში. განსხვავება მხოლოდ გვაქვს ოპერაციების რაოდენობაში. შეიძლება მრავალფირის შემთხვევაში შედარებით ცოტა ოპერაციის შესრულება დაგჭირდეს, ვიდრე ერთი ფირის შემთხვევაში, მაგრამ ორივე მანქანის გამოთვლის ძალა არის ზუსტად იგივე. ანუ ერთი იგივე ენის ამოცნობა შეუძლიათ. მაგრამ ეს რო დარწმუნებით ვთქვათ, უნდა შეგვეძლოს მრავალფირიანი ტურინგის მანქანის გადაქცევა ერთფირიანი ტურინგის მანქანით. რაც ძალიან მარტივია. აქ გვაქვს სამფირიანი ტურინგის მანქანა და რომ გადავიქცევთ ერთფირიანი ტურინგის მანქანად, მხოლოდ გვჭირდება რომ სამივე ფირზე არსებული ინფორმაცია გადავწეროთ ერთ ფირზე და იმისათვის რომ მივხვდეთ რომ გამოყოთ ერთმანეთისგან თითოეულ ფირის ინფორმაცია, უბრალოდ გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში მაგალითად ძიეზი. პირველი ფირის ინფორმაცია გადმოვწეროთ, შემდეგ ძიეზი, მეორე ფირი, ძიეზი, მესამე ფირი. და ამას დამატებით თითოეულ ფირზე როგორც იცით გვაქვს ის არის ხო, რომელიც მიგვითითებს თავზე. ამისთვის გამოვიყენოთ უბრალოდ ცოტა განსხვავებული სიმბოლო. თუ მაგალითად ერთიანი არის, მაგრამ გვინდა აღვნიშნოთ ის ერთიანი ისე თითქოს თავი მას უყურებს მანქანის, უბრალოდ რაიმე სიმბოლო დავამატოთ და ესე აღვნიშნოთ. უბრალოდ მივხვდეთ რომ ეს ერთიანია, უბრალოდ იმის აღნიშნელია, რომ ამჟამად თავი მას უყურებს. და იგივე ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც მრავალი ფირის დროს ის არის მასზე იყო მიმართული. და ახლა ზუსტად იგივე რაღაც გაკეთება შეგვიძლია ერთი ფირის შემთხვევაშიც. ანუ თუ მაგალითად დაგჭირდებოდა სამი ფირიდან რომელიმეში ან თუნდაც სამივეში რაიმე ზე გადაწერა აი ამ ცარიელ უჯრებზე, შეგვიძლია ამ ერთი ფირის უჯრები გამოვიყენოთ ცარიელი, რადგან როგორც ვიცით, ფირი უსასრულო არის, ან არ ვარ ზომავ შეზღუდულები, შესაბამისად, სამ ფირს არ აქვს უფრო მეტი ცარიელი უჯრები, ვიდრე ერთ ფირს, ზუსტად იგივე რაოდენობისა, აქაც უსასრულოა, იქაც უსასრულოა. შესაბამისად, ზუსტად იგივე რაღაც გაკეთება აქაც შეგვიძლია. როგორც თქვით, ერთ-ერთი განსხვავება არის ოპერაციების რაოდენობაში. შეიძლება მრავალი ფირის შემთხვევაში დაგვჭირდეს უფრო ნაკლები ოპერაციის შესრულება. მეტი არაფერი. მოდი ახლა ესეთ მაგალითი განვიხილოთ, სადაც WW არის. ანუ წინა მაგალითთან განსხვავებით, ძიეზი არ არის, რომელიც აშკარად გამოყოფთა, რომ უკვე უნდა დაგვეწყო მარცხენა და მარჯვენას შემოწმება. ანუ ეს სიტყვა მაგალითად შედის ამ ენაში და ძიეზი აკლია, ხო? აღარ აქვს. როცა დასტის ავტომატს განვიხილავდით, WW reverse-ის მაგალითზე, როცა შუაში აშკარად გამყოფი აღარ ქონდა, მოგვიწია არაგანსაზღვრადობის შემოტანა, ხო? ანუ გასული დასტის ავტომატის შემთხვევაში ერთ გზად მიყვებოდა მხოლოდ და ან მივიღებთ ან უარყოფდით და არაგანსაზღვრადობის შემთხვევაში გაიყოფოდა არჩევანი ორად, ან შეიძლება მეჯერად გაიყოს არაგანსაზღვრადობის შემთხვევაში და სადღაც უარყოფას მივიღებთ და ერთ ადგილას შეიძლება ან მეტად მივიღოთ რომ მივიღეთ ეს სიტყვა. ანუ შედის ენაში. და თუ ერთ ადგილას მაინც მივიღეთ ეს, ესე იგი ჩვენი სიტყვა შედის ენაში. იგივე არის ტურინგის მანქანაშიც, ანუ გვაქვს განსაზღვრადი ტურინგის მანქანა და არაგანსაზღვრადი ტურინგის მანქანა. და ზუსტად იგივე გზას მიყვება, ხო? განსაზღვრადს ექნება აი ესეთი ისტორია კონფიგურაციების, არაგანსაზღვრადს განშტოებები ექნება. ანუ
კონფიგურაციის ისტორიებით შეგვიძლია აღწეროთ ეს, რადგან თავიდან არის keyword stage-ში და კითხობს ნულიანს და აქ უწევს ორი არჩევანის გაკეთება, ხო? ერთი რომელიც გაგრძელებს კითხვას და მეორე ჩათვლის, რომ მაგალითად მე უკვე უნდა დავიწყო შემოწმება, რადგან ვფიქრობ, რომ შუა ადგილას ვარ. შემდეგ ესენი კიდევ გაიყოფა, აქ დიდად გაყოფა აღარ მოუწევს, უბრალოდ უნდა შეამოწმოს, უკვე მარცხენა მარჯვნივ თქვენ თუ რაც დაფელდება აშკარად. ეს უკვე კიდევ გაგრძელებს ორად გაყოფას, ხო? აი ეს. და სადღაც შეიძლება მივიღოთ, რომ უარყავით, სადღაც მივიღოთ, რომ ეს სიტყვა შედის ენაში. ანუ შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ WGS-ი WX-ს გვჭირდებოდა დეტერმინისტიკული ტურინგი მანქანა, ხოლო WW-ს აღარ იყო საკმარისი უკვე დეტერმინისტიკული ტურინგი მანქანა და გვჭირდება არადეტერმინისტიკული ტურინგი მანქანა. როგორც დასწრის ავტომატის შემთხვევაში იყო. მაგრამ აქ ეგრე არ არის. ანუ არაგანსაზღვრელი დასწრის ავტომატი და განსაზღვრელი დასწრის ავტომატი ერთმანეთს ძალით არ უდრის. მაგრამ ტურინგის მანქანაში განსაზღვრელი და არაგანსაზღვრელი არაფერს არ გვცვლის, ძალით ისინი არიან ზუსტად იგივე. ანუ WW-ს ამოცნობა მე შემეძლია განსაზღვრელი ტურინგის მანქანითაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი არაგანსაზღვრელი ტურინგის მანქანა შემეძლია გადავაქციო განსაზღვრელი ტურინგის მანქანას. როგორ შემეძლია ახლა გავუკეთო ეს ყველაფერი? მაგრამ ამისთვის დაგვჭირდება სამი ფერი. ანუ არაგანსაზღვრელი ტურინგის მანქანა რომ გადავაქციოთ განსაზღვრელი ტურინგის მანქანას, გვჭირდება სამი ფერი, ანუ ვიღებთ სამფირიან განსაზღვრელი ტურინგის მანქანას. მაგრამ რა შეგვჭირდება ახლა ეს სამი ფერი? პირველი ფერი არის საწყისი სიტყვის ფერი, რომელშიც ჩავწერთ უბრალოდ მიღებულ სიტყვას და არასდროს არ შევცვლით. ეს უბრალოდ იმისთვის არის, რომ შევინახოთ საწყისი ინფორმაცია. მეორე ფერი არის სიმულაციის ფერი, სადაც შევასრულებთ ნებისმიერ საჭირო ოპერაციას. და მესამე, მისამართის ფერი, რომელიც გვეუბნება იმ მისამართს ხეში არაგანსაზღვრელი ტურინგის მანქანის ხეში, რომელსაც უნდა გავყვეთ და ერთი კონკრეტული გზა გამოვთვალოთ. და რატომ ახლა ეს? როცა ჩვენ არაგანსაზღვრელი ტურინგის მანქანის სიმულაციას ვაკეთებთ განსაზღვრელი ტურინგის მანქანით, არ ვიყენებთ რაიმე შემოკლედ გზებს შეუძლებელი. გვიწევს, რომ არაგანსაზღვრელი რასაც გააკეთებდა, ხეში ჩაშლიდა და რამდენიმე გზას გაყვებოდა, ყველას გავყვეთ ცალ-ცალკე ნაწილობრივ. ჯერ ერთი გზა მოვირჩიოთ, შემდგომ მეორე, მესამე, მეოთხე, ნუ ხეში რა. შესაბამისად, ოდესღაც ყველას ამოვუწურავთ და ზუსტად იგივე შედეგს მივიღებთ, რაც იქნებოდა არაგანსაზღვრელი ტურინგის მანქანით. ოღონდ გაცილებით ნელა, რადგან არაგანსაზღვრელ შემთხვევაში ეს ყველაფერი პარალელურად კეთდება, ხოლო განსაზღვრელ შემთხვევაში გვიწევს სათითაოდ გავყვეთ თითოეულ გზას. ორი გზა არსებობს ხეში რომ ელემენტი ვიპოვოთ. ანუ ხეში ძებნის ალგორითმი, რომელიც გვაქვს ორი. მონაცემთა სტრუქტურებისა და ალგორითმების ლექციებიდან უკვე იცით, რომ არის depth first search და breadth first search. მაგრამ რომელიც ჯობს აქედან, ხო? მოდი თითოეულ მათგანს სიმულაცია გავუკეთოთ და თქვენ უკეთ მიხვდებით შემდგომ. ქონდეს აი ესეთი ხე, რომელიც არის არაგანსაზღვრელი და იყოს except-ი აი ესეთი. ანუ ამ გზას თუ წამოვყვებით, მივალთ except-მდე, ანუ მივიღებთ. მოდი დავიწყოთ depth first search-ით. პირველად უნდა დავიწყოთ სულ მარცხენა მხარეს. შემდგომ აი აქ ჩამოვალთ, აი აქ. აგერ მოვალთ და აი აქ რო ჩავალთ, აქ არის უსასრულო ლუპი. აქედან ვერც ვერასოდეს ვერ ამოვალთ, ანუ ვერ შევძლებთ აქ გადასვლა, შესაბამისად ვერც აქ და ვერც აი აქ, სადაც ქონდა ჩვენი except-ი. ანუ ვერასოდეს ვერ შევძლებთ რომ გავიგოთ პასუხი. რადგან აქ უსასრულო ლუპი არის, შესაბამისად უსასრულოდ გამოითვლის. მოდი მეორე ვარიანტიც ვნახოთ. breadth first search. სადაც პირველი მივადგებით სიღრმეში პირველ ელემენტს, ანუ ჯერ ამას მივადგებით, შემდგომ ამას. შემდეგ აი ეს რადგან ბოლო ელემენტი აქედან არაფერი აღარ გამოდის, დაფეილდა. ქვემოთ ჩამოვალთ კიდევ ერთით, გადავყვებით, რომელიც უკვე მთავრდება დაფეილდება ავტომატურად და კიდევ ერთი თქვენს როცა ჩამოვალთ, მივედით except-მდე. აქ საერთოდ არ მომიწია მე ჩასვლა უსასრულო ლუპში, რადგან გამოვიყენე სხვა ალგორითმი. ანუ გამოდის, რომ ჩვენ შემთხვევაში გვაწყობს breadth first search და არა depth first search. მოდი ახლა თითოეულ ელემენტს ხეში მივცეთ თავის უნიკალური მისამართი. და ამ მისამართს გამოვიყენებთ შემდეგ ზუსტად მისამართის ფირში. თავიდან, როდესაც ელემენტი და გვიწევს არჩევანის გაკეთება, მოდი პირველ არჩევანს პირველი ნომერი დავაწეროთ, მეორეს მეორე. შემდგომ აქედანაც გვიწევს სამი არჩევანის გაკეთება, ანუ პირველი არჩევანი, მეორე, მესამე. აქაც იგივენაირად ჩავშალოთ და ანუ გავოდის, რომ მე თუ გეუბნები, რომ მისამართი არის 1-1-1-3, ეს ნიშნავს, რომ აქედან უნდა გავაკეთო პირველი არჩევანი, შემდეგ კიდევ პირველი არჩევანი, კიდევ პირველი და შემდგომ მესამე არჩევანი. ანუ გვაქვს უნიკალური მისამართი. ან 2-1-2 იქნებოდა, ჯერ მეორეზე გადმოვიდეთ, შემდეგ პირველ არჩევანზე, რადგან აქ მხოლოდ ერთი გვაქვს და შემდგომ მეორე არჩევანზე.
ესეც მისი მისამართი. სწორედ აი ასეთ მისამართებს ჩავწერთ მისამართის ფირში და შევეცდებით, რომ სულ საწყისიდან მივიდეთ მაგალითად ამ კონკრეტულ მისამართში. და თითოეულ ელემენტს უნდა მივაკითხოთ breadth first search ალგორითმის გამოყენებით. ხო, ანუ ჯერ უნდა მივაკითხოთ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და ასე შემდეგ, ხო? ეს არ არის მისი მისამართი, უბრალოდ გადავნომრეთ, რომელს მივაკითხავდით თანმიმდევრობით, ხო? ჯერ ამას, შემდგომ ამას და აი ესე გავყვებით. როგორც აქამდე გაჩვენეთ. და ვიღებთ სამფირიან ტურინგის მანქანას, სადაც უკვე გვესმის სამივე ფირი რას აკეთებს. როგორც ვთქვით, პირველი ფირი გამოიყენება საწყისი ინფორმაციის შესანახად, რა იყო მისაღების სიტყვა. სიმულაციის ფირი ვნახეთ, რომ გამოიყენება გამოთვლების შესასრულებლად და მისამართის ფირი გვეუბნება საწყისი მდგომარეობიდან რა არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომლის სიმულაციისთვის გამოვიყენებთ შუაფირს და მივიღებთ რაიმე შედეგს. მაგალითად, თუ წერე ერთიანი, ეს ნიშნავს, რომ აქედან, როცა ჩვენი მდგომარეობა ეს არის, რა არჩევანს გაქვს არაგანსაზღვრულად ამორჩე პირველი, რომელიც გადანაწილებული გვაქვს შესაბამისად, ხო? და აი სწორედ მაგის გამოსაცვლელად გამოვიყენებთ შუაფირს. ან თუ წერე მაგალითად ორი, ეს ნიშნავს, რომ არაგანსაზღვრული არჩევნებიდან მეორე ამოვირჩიეთ არეგით. ან თუ წერე 1-1, ნიშნავს, რომ დაიწყე ისევ სულ თავიდან და ჯერ ამოვირჩიე პირველი არჩევანი და იქიდან რასაც მიიღებ, იქედანაც პირველი არჩევანი გააკეთე. და მივალთ მაგალითად აქამდე რომ ხევნახეთ 1-1, რომელი წერტილი იყო, იქამდე მივალთ ზუსტად ამ შემთხვევაში. თუ მისამართის ფირში წერია 1-1. ტურინგის მანქანაც ვნახეთ, დასწიანი ავტომატი უკვე იცოდით და თქვენი აზრით, რომელი უფრო ძლიერია, რომელს უფრო დიდი გამოთვლითი ძალა აქვს, ტურინგის მანქანას თუ დასწიან ავტომატს? აი ნახოთ ესენი, WW, რომელიც ტურინგის მანქანით უკვე ამოხსენეთ, ხო, ნახეთ როგორ შეგვიძლია მისი ამოცნობა. და ისიც ვახსენეთ, რომ დასწიანი ავტომატი არ შეგვიძლია. ალბათ ეს უკვე იმასაც გეუბნებათ, რომ ტურინგის მანქანა უფრო ძლიერია ვიდრე დასწიანი ავტომატი. ანუ დასწიან ავტომატს არ შეუძლია ამოიცნოს ესენა. მაგრამ აქ არის გასათვალისწინებელი ერთი ფაქტი, რომ დასწიან ავტომატს გააჩნია ერთი კონკრეტული ვარიანტი, ვერსია მისი, სადაც გვაქვს არა ერთი დასტა, არამედ ორი დასტა. ანუ არის ორდასწიანი ავტომატი. დასწიანი ავტომატის სტეროიდებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ორდასწიანი ავტომატი. უფრო ძლიერია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურინგის მანქანის ექვივალენტია ძალით. და რატომ? ჩავთვალოთ, რომ გვაქვს ორი დასტა და როდესაც გვინდა WW შემოწმება და ჩავყრით აი ამ ელემენტებს ABC-ს, აი აქ რა თქმა უნდა შემოტრიალდება, ხო? და ჩვენი პრობლემაც ის იყო, რომ როცა უკვე A-ზე გადავალ, მე დასტის ზემოთ მაქვს C. ამიტომ ვერ შევამოწმებ. მაგრამ მე თუ მეორე დასტა მაქვს, ახლა ამ ელემენტებს გადავაწყობ მეორე დასტაში, ანუ ამოვიღებ C-ს, ჩავაწყობ B-ს ამოვიღებ, ჩავაწყობ A-ს ამოვიღებ, ჩავაწყობ და ისევ დარევერსდება, ანუ საწყის სახეს მიიღებს და ახლა როდესაც A-ს შემოწმება მინდა, დასტის ზედაც A არის, შემდგომ B-ს შემიძლია შევამოწმო და C-ს. ანუ უკვე ნამდვილად შეგვიძლია ამენის ამოცნობა ორდასწიანი ავტომატით. მართალია დასწიანი ავტომატი არ არის ეგრეთ ძლიერი, მაგრამ ორდასწიანი ავტომატი ტურინგის მანქანის ექვივალენტი. კიდევ ერთი დამკვირვებელი ფაქტორი, რაც ქონდა დასტის ავტომატში და ამავდროულად სასრულ ავტომატში იყო არ ქონდა ულიმიტო წნომა მეხსიერებას. ანუ მე თუ რაიმე სიტყვა მივიღე, რომელიც უნდა წავიკითხო, შემიძლია მისი მხოლოდ ერთხელ გადაკითხო, შემდგომ არ შემიძლია მას მოუბრუნდე, ხო? ანუ ესენი არ ქონდა არც დასტის ავტომატში, არც სასრულ ავტომატში. მაგრამ ტურინგის მანქანაში ეს შეგვიძლია, როგორც თქვით, ამიტომ ესეც მისი დამატებით პლუსია. მაგრამ რადგან ორდასწიანი ავტომატი თქვით ტურინგის მანქანის ექვივალენტი, ანუ მას უნდა შეეძლოს, ხო? და ის მართლაც შეუძლია, იმიტომ რომ შეგვიძლია დასტაში ერთ დასტას ჩავამატოთ, მეორეში ამოვაკლოთ და ერთმანეთში ვათამაშოთ ელემენტები ისე, რომ შევძლოთ აი ამ თითოეული მიღებული სიტყვის ელემენტის მეორედ, მესამედ და ნებისმიერ რაოდენობით თავიდან წაკითხო. აქამდე ბევრი მოდელი განვიხილეთ, რომლებიც არიან ერთმანეთის ექვივალენტები. მაგალითად, ერთფირიანი ტურინგის მანქანა, მრავალფირიანი ტურინგის მანქანა, მრავალთავიანი ტურინგის მანქანა, სხვა შორის ეგეთი ტურინგის მანქანის სახეს არსებობს, სადაც ერთი ფირი გვაქვს, უბრალოდ მრავალი თავი აქვს. ანუ მრავალ ადგილას შეუძლია ერთდროულად შეხედო. ესეც გარკვეულ შემთხვევაში დამატებით პლუსი არის. და ეს ყველაფერი ექვივალენტია, მაგრამ ასევე ექვივალენტია არაგანსაზღვრული ტურინგის მანქანის. ანუ თითოეული ამოიცნობს ზუსტად იგივე ენას, რომელიც არის შეუზღუდავი. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებიან, არიან ერთმანეთის ექვივალენტები. და შეგვიძლია პარალელი გავალოთ მაგალითად BrainFox, რომელიც აი ასე გამოიყურება პროგრამირების ენერგიას სხვათა შორის, მაგრამ მიუხედავად მისი სულ სხვანაირი შესახედაობისა, არაფრით არ ჩამორჩება და დიდი განსხვავება არ არის Python-ისგან, ან ნებისმიერი სხვა პროგრამირების ენისგან. Python და BrainFox-ი გამოთვლის ძალით ზუსტად იგივეა.